მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს. ეს არ არის რომელიმე ტრადიციული გადაცემა, რომელიც მისმინეს ეთერში გადის ხოლმე. ეს არის ცალკე აღებული ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ გვსურს გავესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ გარკვეულ ზეწოლას სახელმწიფოს მხრიდან და აქვთ მათ შორის ამის დამადასტურებელი ფაქტებიც და გვსურს მისმინეს ეთერი დაუთმოთ გამოვიყენებ ტერმინს რიგით ადამიანებს, რომლებიც არიან ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების გარკვეული ზეწოლების ან ზოგ შემთხვევაში დანაშაულებრივი მოქმედებების მხრიდან დაზარალებულები. დღეს ჩვენი ეთერის სტუმარია ბატონი გია შაკიაშვილი, რომლის საქმის შესახებაც არაერთხელ გაშუქდა წარსულში მედია საშუალებების მხრიდანაც და უფრო დეტალებს ბატონი გია მოგვიყვება. ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ერთი შეხედვით თითქოს რიგ სახელმწიფოს და რიგით მოქალაქეს შორის რაღაცა ლოკალური დავა, მაგრამ მე როდესაც ვესაუბრე სანამ გადაცემას დავგეგმავდით ბატონ გიას იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ბატონმა გიამ მომიყვა, აქ ნამდვილად იკვეთება, რომ შეიძლება გამოვიყენებ სიტყვას შეიძლება და გამოვიყენებ სიტყვას სავარაუდო დანაშაულს სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს. ასევე დასაწყისშივე ვიტყვი, რომ მე ვესაუბრე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ამ თემასთან დაკავშირებით, მან არის სურვა ჩაწერა, თუმცა თავისი აზრი დააფიქსირა და მე ვეცდები ჩვენ დღევანდელ საუბარში გავახმოვანო მათ შორის სახელმწიფოს და მერიის პოზიცია რა არის თქვენ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე სამივე ინსტანცია მოიარა თან სასამართლოში და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება. ბატონო გია, ეს საკმაოდ ესეთი ვრცელი თემაა და უნდა ვეცადოთ ჩვენ ახლა მაყურებელს ისე აუხსნათ რაღაცნაირად, რომ მათთვისაც გასაგები იყოს ძალიან ღრმა იურიდიულ ნიუანსებში რო არ წავიდეთ, მაგრამ თან ესეც მნიშვნელოვანია. მოკლედ რო ვთქვათ, თავიდან სანამ დეტალებში შევალთ, რას ეხება თქვენი საქმე და რატომ თვლით, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი ზეწოლა სამაგიეროს გადახდა, მას შემდეგ, რაც თქვენ დაგიპირისპირდათ სამეზობლოში, მოდი ასე გამოვიყენოთ ეს ტერმინი, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ადამიანი. კარგი, ჩემო ბატონო, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, ყოველფერს საუკეთესოს და კარგს უსურვებ. ამ საქმეზე მოკლედ თითქმის ბატონო თორნიკე ესეთი რაღაც. ახლა ზეწოლა ძალიან ძნელია ჩემზე ეს ტერმინი თქვენ გამოიყენეთ. ეს არის როგორ ექცევა დღევანდელი ხელისუფლება ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ მოკვდავს. ადამიანს, რომელსაც არაფერი არ ჩაუდენია, დანაშაულებრივი ან ადმინისტრაციული, ან მერთმა დაიფარო სისხლის სამართლებრივი. აი მოდის და ასე რომ ვთქვათ, შარს გდებს. რა მიზნები აქვს და რა გადასახედი აქვს ამ მოქმედებაში, ეს მათმა გაარკვიონ რა. ეხლა მე ძალიან გასაგებად მოვყვები ამ საქმეს ყოველგვარი იურიდიული ტერმინების გარეშე, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს გინდაც ველოდებოდი თითქმის 5 წელი. ეს საქმე მიდიოდა სასამართლოებში, მოიარა სამივე ინსტანცია. სპეციალურად მე ველოდებოდი იმას, რომ მორჩებოდა ეს სასამართლო დავა, რო არ გქონოდათ მერის საჯარო მოხელეებს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს, რომ აი სასამართლო მიდის და უნდა დაუცადოთ მათ განაჩენს, საბოლოოს და ასე შემდეგ. ეს საქმე დამთავრებულია, გამართლებული ვარ და ის რაშიც მე დავებოდნენ, იმაში გავიმარჯვე მე. და მეორე კიდევ შეიძლება გავჩუმებულიყავი და არაფერი მეთქვა, რაც მე არ მახასიათებს, რომ მთელი ცხოვრება, რა ვიცი, ორი სიტყვით გეტყვით, ახალგაზრდობიდანვე ხანვინ მებრძოდა, ხანვინ ზოგს რა შურდა ჩემი, ზოგს რა შურდა ჩემი ოჯახის, არ ვიცი, ახლა ადამიანია და ფსიქიკაა, ხო? არავისთან მე არ მივსულ ვარ, შარი არ მომიდვია, წართმევი ღმერთსა დამიფაროს არაფერი წამირთმევია, მაგრამ ნუ არიან ამ ტიპის ადამიანები, ერთ-ერთი ეს შემთხვევაც არის რა. მოდი დავიწყოთ უკვე დასაწყისიდანვე, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც და მესამეს ერთსაც დავამატებ. ამ საქმესთან დაკავშირებით, როცა მიმდინარეობდა ეს საქმე და 1000-ით როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა აქ სავარაუდოზე აღარ არის ლაპარაკი. ეს არის პირდაპირი დანაშაული საჯარო მოხელეების მხრიდან, მერის საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელებული. პირდაპირი კანონდარღვევები. ამის თაობაზე მე ვთხოვე, წერილობით დაუწერე შეხვედრის თაობაზე ქალაქ თბილისის მერს.
კახაბერ კალაძეს, რომ ამეხსნა რაც ხდებოდა, რა უსამართლოც ხდებოდა, იმიტომ რომ ეს მარტო ჩემი საქმე არ არის, მე ვიტყვი ხო ჩვენს გადაცემაში თქვენ რო აღნიშნეთ რამოდენიმე მაგალითს. ორ მაგალითს გეტყვით, როგორ ექცევიან ხალხს, როგორ უსამართლოდ ექცევიან ხალხს და დღევანდელი ცხოვრება კარგად მოგეხსენებათ უამრავი პრობლემები და ჭირო არამით არის სავსე, ხო ადამიანს უამრავი საზრუნავი აქვს. აი ამაზე მე მაგალითად თითქმის 5 წელი დავკარგე. სულო არ მენერვიულა და სულო სიტყვაზე არ მიმეღო ეს სერიოზულად. ელემენტარულად მე ხომ მაფიქრებინეს ამ საქმეს, რა გამოსავალი მომეძებნა. მაკითხებინეს თავისი უარგისი კანონები და მაძებნინეს კიდე არარსებული კანონები, რომელიც არ არსებობს. მე ხო ამაზე დრო დავხარჯე. მე ხო ამაზე, ეხლა რაც არ უნდა რკინისები ვიყოთ, ყველაფერი ნერვებთან არის დაკავშირებული, ხო? ვის აქვს უფლება არარსებულზე, ტყუილ და შეკერილ საქმეებზე ხალხს ელემენტარულად მინიმუმ დრო აკარგოს. მოდი დავიწყოთ დასაწყისიდან. ყველაფერი დაიწყო, როდესაც თქვენ სამეზობლოში, თუ სწორად მახსოვს, გადმოვიდა ჩვენ სპეციალურად არ ვასახელებთ ადამიანის სახელს და გვარს, რადგან როგორც შემდეგ შევიტყვეთ აქვს ამ ეტაპზე რაღაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა და ამას ვითვალისწინებთ. კი ბატონო. გადმოვიდა ქართულ ოცნებასთან ერთ-ერთი დაახლოებული ადამიანი, საზოგადოებისთვის ცნობილია პიროვნება, ეს არ არის რიგითი თანამშრომელი, მათ შორის ექსპერტად მუშაობდა, მათ შორის საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ეს ადამიანი და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. აი ეს რომ მოყვეთ ქრონოლოგიურად. კი ბატონო. ამის წინაპირობა რა იყო ამ საქმის დაწყების. ცხოვრობ თბილისში. ამ პიროვნებას მოდი დავარქვათ ესე მომჩივანით, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ახლა ორი სიტყვით განვმარტავ. არც ჩემ გარდა, არც არავისგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ადამიანს რა. ამიტომ რაღაც რომ არ იყოს საბაბი გინდაც არათუ მიზეზი რომ ჩვენი გადაცემის გასვლის მერე ამ ადამიანს ჯანმრთელობა დაუმძიმდა. ამიტომ გვარი სახელს არ ვასახელებ. დავარქვევ ტერმინს მომჩივანი. კი ბატონო. ამ მომჩივანს სადაც მე ვცხოვრობ, იქ მითვისებული აქვს უკანონოდ კორპუსის საერთო სარგებლობის ეზოში ფართი. ანუ მიწის გარკვეული ფართი. ну ეხა ორი სიტყვით ვიწვი რა, რო იქცეოდეს მეზობლურად უпроსტորეთ მაშინ. ანუ მეზობლური რა არის, ხო? ეს ფართი არის დაკეტილი ორი სიტყვით რო ავხსნათ. თუ ვინმეს რამე გადმოუვარდებოდა სახლებიდან, არაძლევდა უფლებას თავის საკუთარი ნივთი აეღო. წლობით არაღებდა და არასუფთავებდა და ნაგვის ბუდე იყო. ეხლა არავის არ ეს სიამოვნება, ხო? აივანზე გამოხვიდა. ანუ აქ საუბარია კორპუსის წინ არსებულ სივრცეზე. კორპუსი მიკუთვნებული აქვს, აი ესე ეგრეთ წოდებული წითელ ხაზებში მოქცეული ეზო, ხო, მიწის ნაკვეთით. აი ერთ-ერთი ჩვენი სადარბაზოს წინ მას შემოსაზღვრული ქონდა უკანონოდ მიწის ფართობი განსაზღვრული რაოდენობით. ну ბოლოს ბოდიში და ყელში ამოიყვანა რა და ეხლა მე პირადად ერთი რაღაცა ნივთი რო ჩამივარდა აივნიდან დამჭირდა ну მაშინ ეს ინსტიტუტი იყო ეხლა აღარ არის გაუქმდა როგორც ვიცი უბნის ინსპექტორის მობრძანება ადგილზე რომ კარი გაეღო და ეს ჩემი კუთვნილი ნივთი ამეღო ხო და ну ასე ექცეოდა ყველა მეზობელს რა და ბოლო-ბოლო ამოგვიყვანა ყელში და ეს მიწის ნაკვეთი არის ჩვენი საერთო საკუთრების ნაწილი. სამეზობლოში რა თქმა ყველასე აბსოლუტურად 200 ოჯახზე მეტი ცხოვრობს ჩემ კორპუსში პატუსებო. დავდექი და მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას რა. რომ დემონტაჟი გაეკეთებინა ამ კაპიტალური ღობისთვის და ჩვენ საკუთრებაში დაებრუნებინა ეს მიწის ნაკვეთი. ну ეხა მანამდეც რაღაც ორი სიტყვით აღნიშნავ კეთილი თვალით არ მიყურებდა ეს მომჩივანი მე იმიტომ რომ ჩვენს კორპუსში აქვს რამოდენიმე საოფისე ფართი ერთ-ერთი ჩვენია ყველაზე ბოლოს ჩვენ სადარბაზოში იყიდა თავდაპირველად სხვა სადარბაზოში იყიდა იქ მაგალითად მე როგორც ვიცი ხალხს კუთვნილი სასარდაფე ფართები წაართვა და შემოიერთა და იგივე უნდა და ჩვენ სადარბაზოშიც რო იყიდა სასარდაფე ფართი შემოერთება მეცაც გეტყვით კარებს კიდევდნენ მაგის მუშები, როდესაც მოვედი რკინის კარებს, ანუ რომ უნდა შემოერთებინა ის ფართი და გავყარე რა, სასარდაფე ფართიდან. ანუ იქიდან რაღაცები ჩაიხვია. მერე ნუ ჩემი ფანჯრების წინ და უკან 4-4 მანქანის გასაჩერებელი ადგილი, ანუ საერთო ეზოზეა ლაპარაკი წარმოიდგინეთ. არა ვნახოთ ვინმე მანქანა გააჩეროს ჩემიაო, საერთო ეზოს. ხო, ესეც არ გაუვიდა რა მოკლედ რა და ნუ
აკრეფილი ქონდა ასე ვთქვათ რა, კაი თვალით არ მიყურებდა. რა იყო სახელმწიფოს პოზიცია იმაზე, როცა სამეზობლომ შეიტანეთ საჩივარი? სამეზობლო შევიტანეთ საჩივარი. პირველ შეტანილზე არაფერი რეაქცია. მეორე შეტანილზე იძულებული გახდნენ, რომ დაეწყოთ უკვე საქმის წარმოება რა. ეხლა თან წავიდეთ, ამაზე გაბრაზდა ეს ადამიანი, თუ ჯერ მაგდონეს ეგრე წინ არ წავიდეთ? ხო, აი როგორც თქვენ გითხრა, ხო, იმ რომ ახსენეთ ინსპექციის უფროსის მოადგილე. ეხლა მე გვარსახელები უნდა დავასახელე, იმიტომ რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს ვინ არიან და რისი გამკეთებლები რა. ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი და დირიჟორი ამ საქმის შემკერი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვინმე მამუკა ჯაყელი. ეს ეხა ამას არც ადამიანს დავარქვენ ვარკად, ეს სულიერი არსება ასე მოიხსენიებ. ეს სულიერი არსება კაიხანე მოადგილის პოზიციაზე მუშაობს, უამრავი უფროსი მოიცვალა. დამსახურება უფასდება რა, ყველაფერზე ხელის მომწერია და ყველაფრის გამკეთებელია, ყველაფრის მკადრებელია. თურმე მიზეზი ის გამხდარა. მომჩივარმა რომ შემოიტანა ჩემზე ის საჩივარი. დიახ, მისი პოზიცია არის ეს, რომ სახელმწიფო ეხლა ჩამოვთვალოთ მამუკა ჯაყელის. ჯერ თქვენ რომ უჩივლეთ, რომ მე იმ ადამიანმაც გიჩივლათ და ამიტომ მოვედით და დავაჯარიმეთ და დემონტაჟი მოთხოვეთ. აგერ ბატონო თორნიკე, ეხლა მამუკა ჯაყელის ტყუილებს ჩამოვთვლი რიგითო. ტყუილი ნომერ 1, რას თქვენ გითხრათ? აგერ რამდენი ადამიანის ხელმოწერა აქვს? რომ მეორე გვერდზეც გადაშალეთ. 15. 15 ხო არის? 15-ვე ჩემი სადარბაზოს მაცხოვრებელია. ესე იგი, ნომერ 1 ტყუილი, რომ მამუკა ჯაყელის ნათქვამი, რომ მე შევიტანე პირადად საჩივარი თუ განცხადება რაც აქვია მომჩივანს. გასაგებად რომ ვთქვათ, ამის მერე მოხდა ის, რომ მოიკვლიეს, რომ ვინ იყო ამის მოთავეო, მოკლედ ამ სამეზობლო საჩივრისო, ჩათვალეს, რომ ეს იყო გია შაკიაშვილი. მე მოთავე არ ყოფილა, ბატონო თორნიკე. ასე ჩათვალეს, თქო? ო, ეხლა თვითონ როგორ ჩათვალეს, ეგ მაგათი საქმეა. დაიწყეს თქვენი აღქმით თქვენზე ერთგვარი შურიზიება. ხო, კი ბატონო, ეხლა ვინ ჩათვალა? როგორ ჩათვალა? ხო. ეხლა თან ეხლა პარალელურად მივყვები საქმეებს, იმიტომ რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს. კი ბატონო, მე გასწით უბრალოდ ძალიან როგორ მიდის ეს საქმე? ანუ აქ რა პოზიცია? აქ არის პოზიცია, რომ ადამიანს უკანონოდ მითვისებული და მიტაცებული აქვს საერთო სარგებლობის მიწის დაკვეთი და ჩემი პოზიცია რა არის ჩემ საქმეში? რომ ჩემ საკუთარ აივანზე 1977 წელს გაკეთებულ რკინის გისოს, რომელიც აზგარდაცვლმა მამაჩემმა დაამონტაჟა, ხელოსანმა მამაჩემმა მოიყვანა ის ხელოსანი. აი მას მე დავებიან. აი ეს არის ორი პოზიცია. ანუ თქვენთან მოვიდნენ იმან რომ იჩივლა, ეს არ მოგვიყოლია და გეუბნებიან რომ აი ეს აივნის ჟალუზი ჩვენ კადრებსაც გავუშვებთ, უბრალო ჟალუზი რომელიც ნახევარ საქართველოს აქვს კორპუსებზე. კი ბატონო, თბილისის ავსეა ჩემი. ეგ რატო გიყენიაო? უნდა გააკეთო დემონტაჟი და გადაიხადო ჯარიმი. ჯარიმი. ხო, მაგრამ მივყვებით. მათი პოზიცია აქვე გავახმოვანებ, ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის დარღვევაო. ნებისმიერმა კი ნახევარ საქართველოს მართლა უყენიაო, ასე მითხრა ბატონმა მამუკამ, მაგრამ კანონში ასე წერიაო, რომ ყველას ვიღაცა მეზობელმა რო უჩივლოსო, კიო უნდა მივიდეთ და ისის დავაჯარიმოთო. და მე როდესაც უთხარი, რომ რანაირი კანონია ეგ ადამიანს ეხა რო გაეკეთებინა, გასაგებია, მაგრამ კომუნისტების დროს გაკეთებული, მამაპაპის გაკეთებულს რატო მაშინო ლეგალიზება უნდა გაეკეთებინა დროულათო ეს კანონი რო გამოიცაო და მე აღარ დავაჯარიმებითო და სხვებმაც ეხა გაიგონო თქვენი ეთერითო, რომ ვისაც ასეთი აივანი აქვსო, სასწრაფოდ ლეგალიზება გააკეთო, თორე ესეც არის დაჯარიმების საფუძველიო, ეს არის აქამდეც მივალთ რა. ერთადერთი რაც ახასიათებს მამუკა ჯაყელის თანამდებობით ამ აბსოლუტურად ყველა მონაწილე ამ საქმეში, სამი სამსახურია მონაწილე, მარტო მუნიციპალური არ არის. აქ არის არქიტექტურა, აქ არის მაგათი ეგრეთ წოდებული ძველი სახელწოდება გენერალური ინსპექცია. ეხლა ქვია მონიტორინგის და შიდა აუდი. ამაზე მივალთ ნაბიჯს უყველას, დაულაგებ წერტილძიმეს გაუშიფრავ რა. აი ეს ტყუილები რომ მორჩეს და კიდევ ჩემ ზურგს უკან ხმები მოდის, მე ვითომ ინტრიგანი ვარ, ეს არაფერი ინტრიგანი, მე ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ და ჩემს სიმართლეს ზე ყველაფერს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ხალხი გამომიყვანა სათითაოდ გვარსახელი და გამოვიყვან დღეს. ეხლა უბრალოდ ორი სიტყვით აღნიშნავ რა. ეს საქმე, როდესაც ჩვენ მოსახლეობა შევიტანეთ მომჩივანზე, განცხადება მუნიციპალურში როგორც იქნა მეორედ შეტანის მერე დაიწყო. მაგრამ უცებ მისცეს მომჩივანს ორი თვე ვადა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთან რომ მოვიდნენ, მე მომცეს ერთი კვირა. დემონტაჟისთვის და არა, ბატონო, საბუთების წარდგენისთვის.
ეხლა რა თუნდა საბუთებს 2 თვის წარდგენის ვადა, ხო თუ საბუთი გაქვს და შენი საკუთრება საჯარო რეესტრის ამონაწერი სახში გაქვს, ხო თუ არა გაქვს, მიხვალ იუსტიციაში და აიღებ. რა პრობლემაა? ეგ ერთი, იზღობე თუ გაკეთებული, უნდა გქონდეს ამაზე ნებართვა, პროექტი და ყველაფერი. ეგეც უნდა გქონდეს, ხო ესეა ბატონო თორნიკე, ხო? 2 თვე რატომ მისცეს, იცით? იმ 2 თვის განმავლობაში ამ მომჩივარმა დაიწყო ის რა ქვია, მოძრაობა მოსახლეობაში. იქნებ რამენაირად დაესაკუთრებინა. აღერიცხა საჯარო რეესტრი ეს მიწის დაკვეთი. არის ხომ ისი, მაგრამ იქნებ 2 თვეში გაეხადა ხო, ჩემთანაც იყვნენ მოსულები, მათი წარმომადგენლები, რომ იქნებ და ხელი მოგვიწერო და ნებართვა მოგცე და აი მაგიტომ მიწეს ეს 2 თვე, თორე მაშინვე იწყებ, მე ხომ გეუბნებით. ჩემთან რომ მოვიდნენ, პანდემიის დროს ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა. ანუ ხო გახსოვთ რაც ხდებოდა. არც ერთი დაწესებულება არ მუშაობდა. ტელეფონითაც მეილს მივწერე, მეილი რო დამჭირდა რა, კითხვები რომ მქონდა, ხო? იუსტიციას მივწერე მეილი, მეილზეც არ პასუხობდნენ. რომ არეული იყო სიტუაცია, თქვენც კარგად იცით რაც ხდებოდა. მე მომცეს ამ პერიოდში 1 კვირა. და ამას მისცეს 2 თვე. აი რატომ მისცეს 2 თვე? ამას ბოლოში გეტყვით რაც უდოდა დღეს საბოლოო შედეგი რა. უბრალოდ პარალელს ვავლებ რა, ამათ დამოქმედა. ესე იგი მირეკავს თებერვლის 2020 წლის თებერვალში, მირეკავს ვიღაც უცნობი ნომრიდან აღმოჩნდა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. შეხვედრას თხოვს, კი ბატონო, მობრძანდით საცხოვრებელ ადგილზე, სადაც ცხოვრობ, მოვიდა იქ 2 პიროვნება. ვახტანგ სტურუა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ვახტანგ სტურუა და ამბროსი აბუთიძე. აი ესა საჩივარია თქვენზეო და კი ბატონო მეთქი, აბა მაჩვენეთ, საჩივრის ტექსტი ასეთია, სიტყვით გეუბნებით. სხვათა შორის ის საჩივარი მე ბევრჯერ მოვითხოვე და თვალით აღარ მინახია რომ მიცოდეთ რა. მაგაზეც ვიტყვი რა არის მერის პოზიცია, რომ ეს კონფიდენციალურია და არც უნდა რო გვეჩვენებინა ის იქნებოდა დანაშაული. რას მელაპარაკე? კონფიდენციალური არის ხელხაზე რო რეკავს ადამიანი. აი ეგ არის კონფიდენციალური. ის რომელიც საჯარო წერს საჩივარს და მუნიციპალურში აბარებს ნებისმიერ სამსახურში ეს უკვე საჯაროა. რას ქვია? არეგისტრირებ და აქ არ არის რაღაც საიდუმლო ინფორმაცია. ადამიანი რაღაცას გიჩივის და ბრალს აგდებს. აქ იმაზე ლაპარაკი. ცხელი ხაზი კი ბატონო. ცხელ ხაზზე აქვთ უფლება რომ თქვან კონფიდენციალ. ვასწავლი რა. თან მინდა რომ ვასწავლო ამათ რომ ძალიან კარგად იციან ეს ამბავი, მაგრამ ნამეტანი ბოდიში და იაბდლებენ თავს. ტექსტი ესეთია საჩივრის. გია შაკიაშვილმა, კარგად დაუკვირდით, სმენელს მივმართავ. გია შაკიაშვილმა, ანუ მე ეხლა საკუთარ აივანზე გააკეთა რკინის, დაამონტაჟა რკინის გისოსი, რომელიც ხელს მიშლის და გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. აქ საინტერესო ნიუანსი ის არის, რომ ეს ადამიანი მომჩივანი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ცხოვრობს ქვემოთა სართულზე. არა ცხოვრობს, საოფისე პარტია, ბატონო თორნიკე, პირველ სართულზე. და თქვენ ხართ ზემოთ. მე ვარ მესამე სართულზე. და თქვენი ჟალუზი უშლიდა ხელს პირველ სართულზე მყოფს. კი ბატონო, თურმე უშლის ხელს. ეხლა ერთ რაღაცას მინდა ვთქვა რა. ეხლა სახელმწიფო სამსახურებში მეც მიმუშავია და ეს სამსახური მონაგონია. სხვათა შორის ეს ხსენებული მამუკა ჯაყელი ერთ-ერთ სამსახურში გავიცანი. რა სხვადასხვა სამმართველოებში ვიყავი და კარგად იცით რომელზეა ლაპარაკი, ამან კარგად იცის, გაიხსენოთ. უამრავი საჩივარი შემოდიოდა ჩემთანაც. საჩივარი არის ორგვარი. ერთი არის რომელიც სიმართლეა და მეორე რომელიც არის ტყუილი. ის რაც ტყუილი იყო, ვამოწმებდი ფაქტებს, თუ არ შეესაბამებოდა იქ დაწერილ ინფორმაციას, ჩვეულებრივად არის პროცედურა, მოხსენებითი ბარათი იწერება შენი ზემდგომის სახელზე, სადაც ასაბუთებ, რომ ეს ინფორმაცია, ეს საჩივარი და ვარქვა თუ განცხადება, ამაში მოყვანილი ფაქტები არის ტყუილი. რა თქმა უნდა, ამაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. ამას ქვია საქმის მოკვლევა, ეს ნებისმიერ სამსახურში ესე არის. კარგი, და იმ ტექსტიდან გამომდინარე, რაც ესე იგი, ეს 2 პიროვნება ახლა რა ხდება, რომ იცოდეს სვენელმა და მაყურებელმა, 2 სახლი მაქვს საკუთარი, ყოველ შემთხვევაში იმ დროს 2 მქონდა ჩემს სახელზე. მესამე სართულზე 1 და მეორე, 2-ვე. ერთი არის ჩემი მშობლების დატოვებული სახკარი, მეორე არის 2005 წელში ჩემი სახელი დაერქვა იმ სახლს, როგორ და რანაირად, ეგ უკვე ჩემი ამბავი არის. ყოველ შემთხვევაში 2 სახლის ფლობელი ვარ. ტექსტში მითითებულია ერთი ბინის ნომერია 154, მეორე არის 156.
ესე იგი, იმ საჩივარში მითითებულია ბინა ნომერი 102-ზე არის ერთ და იგივე გისოს. ეხლა გისოსის წარმოდგენა რო გქონდეს ჩვენს მენელს და აყურებელს 70-იან წლებში აკეთებდნენ ამ გისოს. კი ბატონო, აი ესე ბოდიში და ტერმინია გარმოშკა გისოს ეძახიან. იკეცება იღება და ესეც კი არ გადის. აქეთ იქით რომ რაღაც სივრცე ირღვევა. აი უნის პერიმეტრზე იკეცება და იღება. 156-ზე არის დაწერილი ეს საჩივარი, გარკვევი წერია ნომერი და ყველაფერი. კი ბატონო და ეს ორი პიროვნება რომ მოვიდა იმ 156-ში რემონტს ვამთავრებდი რა. აყრილი იყო იქაურობა, არ ვაკადრე და შემოვიყვანე პირდაპირ მეორე ბინაში, სადაც ცხოვრობ. 154-ში. ამათ მე წარმომიდგენს ეს საჩივარი დაუსვი ესეთი შეკითხვა რა, ელემენტარული. ჯერ რომ წავიკითხე, მე ვთხარი რომ აქ რა წერი არის ყველაფერი წყვილი მეთქი რა. დავიწყოთ თავიდან მეთქი. წერია გია შაკიაშვილმა გააკეთა. დაამონტაჟა. მე მეთქი არ დამიმონტაჟებია. რო წერს მეთქი, ვინმე ყავს მეთქი? მოწმე. ერთი კაცი მაინც გვერდით, რომელიც დაამოწმებს, რომ მე ეს ხო არ არის? არა, პაპის პაპამ. ხო, ან კაი, ამას თავი დავანებოთ. რამე ფაქტობრივი მასალა აქვს მეთქი? კაცი ეგეთ რაღაცას რო აპირებს, ბოლო-ბოლო ფოტოს გადაიღებს, ხო? რომ დააფიქსიროს რა, თუ ეგეთი გამიზნულობა გაქვს შენ, რომ აი ვიღაცას უნდა უჩივლო და ეს გააკეთო. ფოტო მასალა აქვს, რომ მე ვაკეთებდი მეთქი. ვიდეო აქვს მეთქი. არა რაღაცა ხელმოსაკიდი აქვს მეთქი. ანუ ერთი კაცი წერს რაღაცას, რომელსაც გეუბნები, მე არ გამიკეთებია. აქ თავარია როდის გაკეთდა მაინც, თორე თქვენ გააკეთეთ თუ არა, ეგ უხსნია, აგერ იმ დღეს მივეცი ახსნა განმარტება, აგერ აქვს, სადაც ჩაუწერე, როდის არის გაკეთებული? იქ წერია ტერმინი ახლა. არა, ეხლა ახლამდე მივარ. ჯერ მაგას ვაჩვენებთ, ვერაფერს ვერ მეუბნებიან. არა აქვს. ტერმინი ახლა რო წერია მეთქი. ამაზე კითხეთ რა პერიოდზეა საუბარი. ახლა შეიძლება, ავიც ყველაფერი შეფარდებითია მეთქი რა. ახლა შეიძლება ზოგს გონია 1 წუთის წინ, ზოგს გონია 10 წლის უკან. მე რა ვიცი, ვირო იმით დატვირთვით ხმარობს ამ ტერმინს მეთქი. დააზუსტეთ ეს მეთქი დროის ამბავი. ვერაფერს ვერ პასუხობ და მესამე მეთქი. რო წერს რომ ხელს უშლის. რაში უშლის ხელს მეთქი? კითხეთ მიზეზი. აი რა არის ხელი შემშლელი. თუ ახლა ადამიანის საღგონებაზეა, ხო? და რა ვიცი ქარები არ აქვს თავში როგორც იტყვიან. ერთადერთი რაც იმ გისოსმა ადამიანს შეიძლება ხელი შეუშალოს ის რომ ჩემ საკუთარ სახლში უნდა შემოსვლა აიუნიდან. აბა ეხლა სხვა დანიშნულება იმ გისოს არ აქვს მეთქი. ჩემი საკუთარი ქონების დაცვის დანიშნულება, იმიტომ რომ არ ეცემა ხო ჩხინს ეხლა თავიდან რატო გაკეთა 77 წელს ეს წელიც რატო მახსოვს რა 76-ში დინამომ თასი აიღო რა просто ის წელიც იმიტომ მახსოვს რომ გაზაფხულზე ჩემმა მეზობელმა აი 154 ბინა რომელიც ეხლა ჩემს საკუთრებაშია რაღაც გატეხვის ცნელობა იყო ბინის მოიყვანა ხელოსანი და გააკეთებინა მოეწონა მამა ჩემსაც გააკეთებინა ცხონებულს ჩვენს ბინაში 156-ში ჩემს ქვემოთაც მე ის კაცი ჩაყვა და რა ვეთი ეხა მე ადგილზეც ვიყავი მისული და 15 ბინა არის ზუსტად იგივე გისოცით გაკეთებული აღარ მინდა ბინების ნომრები ჩავთვალო მაგრამ ნახევარკორპუსი ასეთი გისოცი კი ბატონო ხო აი იყო მიზეზი მეთქი და ვაფშე მეთქი უთხარი თქვენ მეთქი მომჩივარის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმეთ მეთქი ავე 1000 გიჟი დადის ამ ქვეყანაზე ვის რა მოეპრეანება და რას დაწერს მაღაზიაზე უამრავი საქმე გაქვს ქალაქში მთელი ქალაქი მიაქვს უკანონო მშენებლობებს მეთქი ვაფშე შეამოწმეთ ფსიქიკური მდგომარეობა იქნებ მეთქი ვერ არის მომეთქი ხო აი ეს საინტერესო ნიუანსია ეხლა თქვენ სანამ გააგზავნებთ ამდენი ხალხს რას ვიღებ ყველა საინტერესო ეს არის რა აი ამდენის მერე რას ვიღებ სტურუა ვახტანგი და ამბროსი აბუთიძე პასუხობენ რომ მათ არ აინტერესებთ ეს თავარია რომ ეს შემოვიდა და თავარია რომ გამიზნულად მე ვარ დამნაშავე აი ეს არის გეზი მაგათ ის მართალია ტყუილია რა წერია და პლუს კიდე სასწაული ესე იგი როცა მოვიდნენ თურმე და ჩემ აივანს შეხედეს ესე იგი იმ დროიდან დაიწყეს თურმე იმისი რა ქვია დარღვევის დაფიქსირება ესე იგი თურმე იმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი რომ სტურუასნაირმა და აბუთიძისნაირმა ხალხმა თვალი არ გაგიშტეროთ თქვენს ან აივანზე ან იმაზე რა ქვია ფანჯარაზე თორემ იქიდან იწყება თურმე საჩივარიც რომ არ იყოს ხო და საჩივარიც რო არ იყოს
იმის იქით რა ხდება, როდის გაკეთდა, ვინ გააკეთა, მოქმედებდა თუ არა რამე რეგულაცია იმ პერიოდში ამკრძალავი ან შესაძახებელი. ეს თურმე არ აინტერესებთ ამათ. მთავარია სტურუამ და აბუთიძემ ჩემ იმაზე აივანზე ამოიხედეს და დააფიქსირეს ეს გეგონება 53 წლის განმავლობაში მე ამას მალავთ. რატო არ დაალეგალიზაო ასე პასუხობ? ეხლა ლეგალიზებაზეც მე მთელი პროცესია მივყვეთი ასე ნელ-ნელ. ესე იგი მაძლევენ როგორც წეღან აღნიშნეთ დასაწყისში ამ შემთხვევაში თუ მიცეს 2 თვის ვადა საბუთების წარმოქმნაზე მე მაძლევენ 1 კვირას. მთელი ქალაქი ჩაკეტილია, არც ერთი უწყება არ მუშაობს. იუსტიციას ეკუთვნის არქივები ხომ? რეკავ არქივში არ პასუხობენ, მეილს ავწერ არ პასუხობენ. გაკეტილია უწყებები. რა სტილობდით, რატო რეკავდით, რა საბუთი? ანუ და გამერკვია, ნებართვა მომთხოვეს რა. აი იმაზე არ არის ლაპარაკი 77 წელში გაკეთებული. მაშინდელი რაღაცა? ხო, ვცდილობ რომ მაგრამ მაშინ ხო ნებართვა საჭირდებოდა. მე ხო ეს არ ვიცი, თორნიკე. მე მანამდე ველაპარაკე, ხა გარდაცვლილია ის ძველი არქიტექტორია, აი კომუნისტების დროს აღმასკომებში იყო არქიტექტურის განყოფილება, ის კაცი იქ მუშაობდა ცხონებული. იმას დაურეკე პირველი, მითხრა არაო გიაო. ეს კონსტრუქცია 2000 ეხლა რო იცოდე სვენელმა 2019 წელს მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს გისოსის გაკეთებას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში. მათი ლეგალიზება არ ხდება, რადგან ჩაწერილია რომ აი ქალაქ თბილისის გენგეგმა რომ მიიღეს, ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება. კი ბატონო, მაგრამ ეს არის 2019 წლის მერე შევიდა ეს კანონი. კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს. ხო, მანამდე თუ არის, ხო ეს და დანაშაულად არ ითვლებოდა და არც გადაცდომად არ ითვლებოდა. არავის არ აქვს უფლება რომ ჩაუთვალოს ადამიანს. მაგრამ კანონში თუ წერია რომ მანამდე არსებული დანაშაულად არ ჩაითვლება თუ დაალეგალიზებ, ეგრე ხო წერია. პატივცემულო, ერთ წუთს მომისმინეთ, რომ ის ნაგებობა ზოგადად თუ არ ითვლება. თუ არ იყო იმ ნაგებობის თუ ნაკეთობის გამკეთებელი, ვალდებული შეთანხმება რაღაც გაეკეთებინა, ამას ლეგალიზება არ ჭირდება. რაზეც აკრძალო არ არის, მარტივად რო ვთქვა, იმის ლეგალიზება რა სიმჭირდება. რაზეც აკრძალო, ლეგალიზება გჭირდება, ვიცი კანონი რაც არის 2007 წლის 1 იანვრამდე, თუ რამე უკანონოდ გააქვს აშენებული ან დამონტაჟებული, შეგიძლია რაღაც შესაბამისი პაკეტი. ეს უკანონოდ არ იყო, იმიტომ რომ მაშინ ეკანონი არ არსებობდა. არ იყო ბატონო, ერთადერთი იმ კაცმა რაც მე მითხრა იმ ცხონებულმა. ერთადერთი შეზღუდვა იყო ამაზე, რომ მონტაჟიდან 3 თვის განმავლობაში, ანუ 77 წელს ხო მოხდა მონტაჟი. 3 თვის განმავლობაში მეზობელს, ის კი არა რომ ვიღაცა სიტყვაზე ბოდიში შედარებისთვის გლდანის მაცხოვრებელს, ხო? ხო, უშუალოდ მეზობელს თუ გამოთქვავდა დასაბუთებულ პრეტენზიას, არ უნდა მიემართა შესაბამისი ორგანიზმის პრეტენზია და მართლა დასაბუთებულად რომ ხელს უშლიდა. ისე კი არა როგორც ამ შემთხვევაშია, რომელიც არ აინტერესებს თურმე. იმას უნდა დაესაბუთებინა რომ აი ეს დაკეთობა მე ან დისკომფორტს მიქმნის, ან რაღაც საშიშროებას და შემდეგ. რავი 3 თვეც გავიდა და რამდენჯერ 3 თვე გავიდა. ესეთი რაღაც არ არსებობს. 77 წელს გაკეთდა. კი ბატონო, 1977. ეხლა წინ წავიდეთ. ერთი კვირის განმავლობა ხომ მომწეს. ძალით შევიჭერი ქავთარაძეზე საქალაქო არქივი რო არის. ქალაქის არქივი. ო ისიც დაკეტილია, დაცვა დგას ყველაფერი, მაგრამ ერთი კვირა მაქვს და უნდა გავარკვიო რა. კიდე კაი ვიღაც ღვთისმიერი დამხვდა, ეხა ჯერ პატრულის გამოძახებას აპირებ. ძალით შევედი მართლა რა, ის დაცვა ესე გავწიე ხელით რა. მე რო აუხსენი ერთი ღვთისმიერი, მაშინ სამსახურებში ხო მორიგეობა იყო რა და ერთი თანამშრომელი ღვთისმიერი შემოხდა ხანს შესული კაცი. რო აუხსენი სურათის მივიტანე ვაჩვენი, აი ტიპის ნაგებობა ამ წელს გაკეთება. მითხრა სიტყვით, იგივე გამიმეორა, რაც იმ ცხანებულმა ვახტანგი მითხრა. იგივე ზუსტად გამიმეორა. არ არსებობდა ამაზე არც შეთანხმების ვალდებულება და არც ნებართვის ვალდებულება. ნუ ერაფერს ვერ ნახავ არქივში ტყუდა მოხდი. ხო, მაშინ მეუბნები რომ იცი რა მეთქი, შემოგევლე. 5 ლარი ღირდა რა, ფასიანი შეკითხვა იყო ესეთი, ხა არ ვიცი, არის თუ არ არის. გადავიხდი იმ 5 ლარს, შემოვალ შეკითხვით მეთქი, მეილზე იგზავნებოდა რა ეს შეკითხვა. და მითხარით მეთქი რა, რომ არ არსებობდა და დავამთავრებ ამ საქმეს, ისინიც მოისვენებენ და მეც მოვისვენ. ესე იგი, რას მეუბნება, იცით? აი ესეთი ფორმით უნდა შემოხვიდეთო რა, შეკითხვითო რა. იძებნება თუ არა? არა. აი კონკრეტულად გეუბნები. მამა თქვენმა გვარი სახელი აი ამ ნაკეთობაზე 1977 წელს აიღო თუ არა შეთანხმება ან ნებართვა. თქვენ აფორმეთ ცემს პასუხს მეთქი. პასუხს გცემთ ასე რომ მამა თქვენს ამად ამ წელს, ამად ამ ნაგებობაზე არა უღია, არ შეთანხმება ან ის არა ქვია ნებართვა. ის კი არა რომ არც არსებობდა. ვეუბნები რომ ორი სიტყვა ჩამიმატე რა. არ არსებობდა ამის ვალდებულება და შესაბამისად არა უღია რა. არა ამას ვერ ჩაგიმატებთ. იმიტომ რომ ფორმაო ჩვენიო ამას
არ მოითხოვს. ესე იგი, ხო მივხვდი რომ ამ მუნიციპალური ინსპექციის ყოჩაღბიჭებს აქაც გარკვეული აქვს და მე ამათთან საშუალო არქივში არ მაქვს რა. გავიდა ეს ერთი კვირა, ეს პატივცემულები მირეკავენ, ეს სტურუა და აბუთიძე მოდიან. მე ვთხარ აი ესე არის საქმე, როგორც გავარკვი არ ჭიდეო, მაგრამ ზეპურად გეუნები ვერ ვიღებ. თანას მეუნებიან, იცი? თანას მეუნები, იცი? მე ვერსად ვერ მოვიძიე მეთქი რა. ეს ნებართვაა შეთანხმება იმ წლების და ეხლა მე ხო არა ვარ პირველი და უკანასკნელი. ჩემამდე ხო ქონიათ ამ დაგვარი საქმეები მეთქი. ერთი ნიმუში მაჩვენეთ მეთქი რა. ვიღაცაზე გაცემული. ოღონდ კონკრეტულად ამ კონსტრუქციაზე. ის ზოგადი არა. სავარაუდოდ ადრეც იყო შესათანხმებული, თუ ქონდა მიშენება, თუ ქონდა დაშენება, თუ რაღაც ფარტიის ცვლილება, თუ მზიდი კედელის მოხსნა. მაგრამ კონსტრუქცია, ჟალუზი? ხო, აი ამას ის ზოგადი არ მჭირდება. აი როგორც 2019 წელს წვრილათაგ აქვს ჩამოწერილი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მეთქი, რა სანებართოა და რა არის აკრძალული, ისე მეთქი მაჩვენი. ჩვენო ეგო გვაქვს, განა არა გვაქვს, მაგრამ შენ წადი და შენ თვითონ ნახე. მე ხადავებია რა თავის შკუაში ტიპები რა. ესე იგი, ხო მოდიან ესენი მთხოვენ და უცებ ეს სტურუა მეუბნება რა. აი მეორე ბინაში მივიღე მეთქი 154-ში, ხო, იქ რემონტი მაქვს. იქაც იგივე გისოსია რა, რომელიც იმ ბინის აზგარდაცულმა პატრონმა გააკეთა იგივე 77 წელს. პირველი მაგარ გააკეთა. აიო, ამისიო ნებართვა წარმოგვიდგინე ახლა ამ ბინის აივანზე გაკეთებული გისოსის. რომ მიხდე რომ ის ბინას თქვენი იყო, ბარემ აბა ეხა ამაზე. არა, ეხა თან რა არის, ერთ რაღაცას დავამატე, პირველად რომ მოვინა, ეხა ამათან პირველი შეხება მაქვს რა, რა ვიცი, მე ცხოვრებაში ეხა შენებლობა არ მქონია და ამათან საქმე არ მქონია. იმ დღეს დავჯექი და რაღაცებს ვეკითხებოდი იმ საღამოს ნახევარს ვერ პასუხონია. დავჯექ 19 გვერდიანი კანონი აქვს თურმე. აქედან 13 გვერდი არის ლაი-ლაი, რომელიც შეგიძლია ვაფშე არ წაიკითხო და 6 გვერდია რაც უნდა იცოდეს რა, კაცმა რო კითხოს, რო უპასუხოს. ხო და მაშინ ვკითხე რომ ამხელა მაზილი გამოიარეთ მეთქი. რაღაც ჩემთან მოხვედი, არავის ხელს არ ვადებ, მაგრამ მთელი ქალაქი გისოსით არის ავსე მეთქი. რა ჩვენო მხოლოდო საჩიური საფუძველზე მივდივართ. აბო, სადა გვაქვს მაგის უფლება მთელი ქალაქი ავსეა გისოსით. ეხლა ვეუბნები ამათ. ამას რომ თხოვ მეთქი ამ სახლის, ანუ 154-ის აივანზე გათავსებული გისოსის ნებართვას მეთქი. აბა მაჩვენე მეთქი ამ სახლზე დაწერილი ის მეთქი. საჩივარი. ხო შენ ამბობ მეთქი რომ მხოლოდ იმის საფუძველზე გაქვს უფლება დაიწყო საქმის წარმოება. ესე იგი, ნახე რას მაჩვენებენ. მიწვდიან ამას. განცხადება მე აი ეს გიტოვებ და გადაიღეთ რა. აი ეს მე ახლა უყურებ და ვერ ვარჩევ. მართლა მე წვალებით გავარჩიე რა წერია. ხოვთ და მომეცი მე წავიკითხავ ახლა. რო არ გაწვალო. ორ სიტყვას ვიტყვი, ვერ ვკითხულობ რა, რომ მომაწოდდეს. ვისი განცხადებაა ეს? მომჩივარის თურმე რა, თურმე იმ 154 ბინაზე, აი ეს. ვერ ვკითხულობ და ვუწევდი რომ წამიკითხე მეთქი რა, ვერ ვარჩევ რა, ისეთი ხელია გაკრული. ამ განცხადების საფუძველზე მოვიდნენ. შესაბამისად თვითონ უნდა წაიკითხო. ხო და აი ესე უყურებე რა, აი ესე გაიქნიეს რა, არ გვაინტერესებსო რა, ვერ თვითონ ვერ კითხულობენ რა. მე ვთხარი საქმის წარმოებას იწყებ. აი მეუბნები რომ ეს არის საფუძველი, საჩივარი და ვერ კითხულობ მეთქი. ერთი ეგ ამიხსენი როგორ ხდება მეთქი რა. ანუ აქ რა წერია? გთხოვთ დააზუსტოთ ჩემი ადრინდელი საჩივარი, კეკელიძის 25 ბინა 155-ის მიმართ. 155 ჩანს. 155 არის ამ მომჩივანის საკუთარი ფართი ქვემოთკე. შეეშალა. ხო, აი შეეშალა თუ არ შეეშალა, რა ჩემი საქმეა, თორე კაც ვეუბნები სტურუას და აბუთიდეს. ერთი ეს ნომერი წაიკითხე რა წერია. ვითო ვერ არჩევენ. მე ვთქვა ეხა კაი ასოებს ვერ არჩევ. ციფრების მოხაზულობას ხო არჩევ 1-5-5. რა გამოდის? ეს მომჩივანი თავის თავს უჩივის მეთქი? და მეუბნები რომ შენი ამ 154-ის აივანზე გავთავსებული გისოსის საქმის დაწყების საფუძველი არის აი ეს მეთქი. სადაც თავისი ფარტის ნომერი აქვს მითითებული მეთქი და ამიხსენი მე. ესე ფიქრობენ, რას მეუბნებით? იციო, ესო შეგვეშალე, ეს ხო რაღაც არისო, სამსახურში დაგვრჩაო ის საჩივარი. ანუ მერიაში. მე ვთქვი პრობლემა არ არის. ეხლავე ვდგები მე, მოვდივარ თქვენთან ერთად მერიაში. ოღონდ მეთქი იქ ქვემოთ არ დაგელოდებით ვესტიბიულში. რა თქვენთან ერთად ამოვდივარ, შევდივარ თქვენ სამუშაო ოთახში და მაჩვენეთ, ან მაგიდაზე გაქვთ, ხო, ის განცხადებს, საჩივარი, ასე ვთქვათ. ან უჯრაში გაქვთ. მაჩვენეთ მე.
ეხლა მიხვდნენ რომ ბოდიში და გაიჭედნენ რა და ეს თორუა მოიღერა ყელი და მეუბნება ჩემი ნებაო ვიზეც მინდა დავიწყებ საქმის წარმოება საჩიურის გარეშე და ვიზეც მინდა არაო ათხარ ეგ როგორ არის ერთი მითხარე მეთქი ვიღაც პატრაბიც ელაპარაკები თუ როგორ გონია შენი თავი რას ქვია შენი ნება თუ იყო მეთქი ჯერ შენი ახლობელი ნათესავები დაგევლო მეთქი ვინმეს ხო არა აქ რაზაც დღეს მე დავებით მე მეთქი და მე გადმოსულიყავით ჩვენზე მეთქი აქ ერთი საინტერესო ნიუანსია მე ამ ჯაყელს ბატონს როცა ვესაუბრე ამაზე მითხრა ამაზე დავუსვი ზუსტად კითხვა რომ უთხრეს მეთქი რომ ეჩვენებინა უთხრა ბატონმა გემ და არ უჩვენებიათ თურმე მეთქი და არც უნდა ეჩვენებინათო იმიტომ რომ ეგ დარღვევა არისო მაგრამ ეს რატო გაჩვენეს მაშინ ჯაყელი სიტუაციიდან რომ გამოძორეს შენი ანუ ეგ არის პირველ დარღვევა თუ რო ეჩვენებინათ თუ გამოდის შენ ისიც გითხრა ეს სასამართლოები გიაშაკიაშვილმა წააგო მაგას რო დაუჯე მაგასაც წერტილმძიმეთი ეს გადაცემა ეძღვნება საერთოდ ჯაყელს და პირველ რიგში ეძღვნება ქალაქის მერს რომ იცოდეს ვინ აყავს დასაქმებული სამსახური. ამ ნიუანსები დიდად რა გასაგებია სიტუაცია აბსოლუტურად. ესე იგი აქედანაც ვერაფერი ეს განმიცხადა პატივცემულმა სტურულმა რომ ჩემი ნება თორმე გიდა ესე შევაბავ ყურს ქოთას გინდა ისეო რა. კაიგენ ცოლი თან ახლა რა ხდება რა. ეხლა ხო შევატყვე შარზე არიან ესენი რა. ყველა ჩვენი შეხვედრა არის გადაღებული. ყველა ჩემს ტელეფონი ქონდა ღიად ჩართული თქვენ. კი ბატონო, ჩაუ ჩვენც აგვაქვს კამერები, ეხლა თქვენი კამერები და რას დამიბრუნებთ მე მეთქი, მე ძალიან კარგი. აგერ მე თქვენს გადა, მეც გადავით, ჩაღებით. თქვენ აგაქვთ? მოძრაული, იქ ძალიან კარგად დაჭას. იქ ორი მომენტი ჩას ძალიან კარგად. ერთი რო აღიარებე რომ ეს ნაკეთობა ძალიან ძველია, ჯერ ვიზუალურადაც ჩას. შეუღებავი 53 წლის დაჟანგული ის არის. გისოსი არის. ეხლა ხალხი მუშაობს სამსახურში რომლის ყოველდღიური ვალდებულებაა მშენებლობებზე დარღვევების შემოწმება, ხო? ანუ პირველ რიგში მშენებლობაზე მიდიხარ მასალებთან აგაქვს ურთიერთობა, ვიზუალურადაც და ისეც. კაცი რომელიც ვერ არჩევს 53 წლის წინანდელ მასალას და აი როგორც ის მომჩივანი წერს, ეხლა გაკეთებოს, ნუ ეხლა რა, ერთი თვის, ორი თვის უკან გაკეთებულ მასალას, იმას რა უნდა მაგ სამსახურში. აი რა უნდა მაგსა და მაგა რა დასკვნა უნდა გამოიტანოს და რა შეფასება უნდა გასაგებია რომ არჩევდნენ ძალიან კარგად არა ძალიან კარგად არჩევენ მაგრამ ისა რა ქვია და მეორე კიდე მაგას არ უნდა სპეციალისტი იმ დროინდელი რკინა მასალა გაცილებით სქელი არის და გაცილებით მასიურია ვიდრე ეხლანდელი ეხლა ერთი რაღაც რო არ გამოვჩეს აი მე რასაც ვილაპარაკებ ყველა სიტყვაზე მე პასუხისგებელი ვარ სადაც უნდა იქ მიჩივლო გინდა ცილის წამება და არ ყვა რაც გინდა ოღონდაც და მიჩივლო რა. აი იქ დაუმარცხლა უფრო მეტად და გასაგებად რა. ყველაფერს აუხსნი დამარცხვით. ერთადერთი მე შეხვდით ჯაყელსაც. ხო, აი მაგინ უნდა მეთქვა. ერთადერთი მე რაზე მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ფაქტი არის. მაგათმა იმდენის რა ქვია, იკადრეს რომ აუცილებლად არ უნდა დაუკარგო ღვაწლი პირველ რიგში მამუკა ჯაყელს. ეს პირველად რომ მოვიდნენ ჩემთან. წავედი და ვნახე მე მამუკა ჯაყელი მერიაში. რომელსაც პირადადაც იცნობ ძველი სამსახური. 95 წლიდან ვიცნობ. მოგვიწია ერთ სამსახურში, სხვადასხვა სამმართველოში მუშაობა. აი თავი დროს გამარჯობა, გაგიმავ, ჩემი მეგობარი 100 წელი ეგ არ ყოფილა და ვერ იქნებ. და არც ღმერთმა დამიფაროს მაგისთანა ხალხისა. რატო მივედი რა მიზნით? რომ ამათაც უთხარი, საჩივარში რა წერია, ეს ყველაფერი ტყუილი, ერთი სიტყვა არ არის მართალი. მივედი ასახსნელად, რომ ეხლა 1000 რამე ხდება, ხო? ადამიანს შეცდომაში შეყავთ რა. მივედი და უთხარი რომ აი ესეა მამუკა ესეა ეს არის სუფთა ტყუილის მითხრა ესეთი ფრაზა რა ვქნაო ზემოდან მერიზაგან ამაკ დავალებაო ანუ კალაძისგან ხო მე კალაძეა ახლა იმ დროს ავიცი მე დაუსვი ეს შეკითხვა ბატონ მამუკას და ასევე გავახმოვანებ მის პოზიციას რომ გავსი არაფერი უთქვამს აბა რა სიტყოდა ეხლა მაშინ მომისმე ლოგიკურად ვიმსჯელოთ ისიც მოაყოლა შენი გულისთვისო სამსახურს ხო ვერ დავკარგავ და მეგობრულ შევას გაძლევო კარგი ადვოკატი ნახეო რა მე ვთქვა შენი მეგობრული შევა კარგად შეინახე, აწი გასაგებია რაც იქნება. ეხლა ლოგიკურად ვიმსჯელოთ რა, ბატონ მერს მივმართავ. თუ ეს ტყუილია რა ჯაყელმა თქვა თქვენ შესახებ, მაშინ რა ინტერესი აქვს ჯაყელს, რომ აი ეს საქმე შეკერა. კიდე ერთხელ უამრავი საზრუნავია ქალაქს. უამრავი უკანონო მშენებლობა. აი მას რატომ გადაყვა მაინც და მაინც. ის რაც 1 საათში შეიძლება გაერკვია 15 მეზობლის ხელმოწერილი. ვეცდები მე უპასუხო მაგ. პლუს 2 მეზობელი წავიყვანე ნოტარიუსთან იქ დავამოწმებინე ხელმოწერა, რომლებიც ადასტურებენ რომელ წელს არის გაკეთებული ეს გისოსი
და ის ორი მეზობელი, იმიტომ წავიყვანი ნოტარიუსთან, რომ იმედი მქონდა სასამართლო ორ კაცს მაინც გამოიძახებს მოწმეთ მეთქი, რომელიც ჩვენებას აძლევენ მეთქი. აი, ეს ყველაფერი, ესე იგი, წარმოიდგინეთ, იქით არის მომჩივანი, აქეთ ვართ მე და 15 და ჩემი სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელი, თორე 1000 კაცს მოვიყვან, მოწმეთ, რომელიც დაამოწმებს, რომ ის გისოსი არის, შეიძლება წელი შეეშალოს, შეიძლება თვე შეეშალოს და დღე ვერ გითხრათ, მაგრამ იმ პერიოდში როა დამონტაჟებული დაამოწმებს. მეტი რაღა გინდა. რატო შეიძლება არ ყოფილიყო კალათი? არა, მეტი რაღა გინდა. კაი, ჩემი სიტყვების არ გჯერათ. არა, იმაზე მინდა რომ გაგცეთ პასუხი. შეიძლება ამ მომჩივანმა, რომელიც ქართულ ოცნებასთან იყო წლების განმავლობაში დაახლოებული, ვიღაც ეს ლოგიკურად იკითხება, რომ შეიძლება ვიღაცისთვის დაერეკა, მაგრამ შეიძლება ეს პირდაპირ კალათზე არ ყოფილიყო, ხო და შეიძლება ყოფილიყო რომელიღაც სამსახურის უფროსი. ეხლა გეტყვით, გამახსენდა ერთი ფრაზა, რაც მითხრა ჯაყელმა, გუშინაც აქ იყო ეს მომჩივანიო. და ასე გითხრაო, რატომ არ დაუჩქარებთ მაგ კაცის გამწარებას და დაჯარიმებას? აი ესეა ყელში ამოსულიო. ეს როგორ გითხრათ? ხო, აი მე ვითომ მეჯიგრებოდა რა ბოდიში ამ სიტყვაზე და აი ჩემ მდგომარეობაში შედიოდა რა ამოდროულად მეორეოდა შენი გულისთვის სამსახურს ხო არ დავკარგავ აი ნამუსე მაგდებდა რომ მამბუკა ჯაყელმა სამსახური არ დაკარგო სამაგიეროდ მე ამ ჯოჯოხეთში თავი უნდა ჩავო. ეხლა აი ვერ არჩევ მასალას, ვერ არჩევ ვერაფერს. აგერ არის 1993 წელს გათაღებული ჩემი სურათი. ეს სასამართლოზეც მივიტანე. ეხლა ვიზუალურად თუ ვერ არჩევ 93 წელს. და ეს ჟალუზი ჩანს. ხო, აი ჟალუზი ეხლა როცონოდა ცხონებულ მამაჩებს. რომ ესეთი ამბავი დატრიალდებოდა, ალბათ რაღაც სურათს გადაიღებდა, ან დაამოწმებდა, არა მე რომ ცოდნოდა. აი ეს მოსამართლეს რო დაუდე, იმანაც კი აი ესე ჭერში აიხედა, ვითომ ვერ ხედავდა. ამათ ეხლა რა უნდა ველაპარაკო მე. ხო. შეიძლება ამაზე თქვას ვინმემ რომ აქ არ დასტურდება რომ ძველი სურათი იქნებ მალე ხო, გრიმიმა გაკეთებული და გაახალგაზრდა. ის ჩემი დიშვილია 3 წლის, ეხლა 36 წლის არის. ხო, ისევ შეიძლება თქვას რომ მეზობლის ბავშვი ყავს. ყველაფერი ეხლა თავარია შუბლი ძარღვი გადაიჭრა და ყველაფერს იტყვი. ესე იგი, ცოტა კიდევ წირო წავიდეთ. რაზე მივდივართ წინ, კი ბატონო. ამის მერე დაიწყო სასამართლო დავები უკვე თუ არა, არაფერი სასამართლო დავები. ჯერ ესე იგი, მიწერენ მითითებას. ხო, ის ხომ მითხრეს რომ ჩვენა გვაქვს ეს ნებართვა არ გაჩვენებს, ჩვენ უნდა მოიწევ ეს ნებართვა არ არსებობს ბუნებაში. ეხლა პროცედურულად ესეთია, ჯერ იწერება მითითების ოქმი, სადაც გაფრთხილებენ რა, რომ დემონტაჟი უნდა გააკეთო. ჯერ ჯარიმას არ გიწერენ რა, ორი ეტაპი არის მაგათ ქმედება. გაძლევენ ორკვირიან ვადას ამ მითითების ოქმიდან, რომ ეს დემონტაჟი უნდა გავალდებულებენ რომ გააკეთო. ესე იგი, ხო ვამბობ, არ აინტერესებთ არც მეზობლის ხელმოწერები. იქით მხარეს ერთი ჯგერი, ისადგას მომჩივანი, აქეთ ჩემის თამადობით 16 კაცი სასამართლოზე რეებს აცხადებდნენ, იცი მაგათი იურისტები? თქვენი არავისი არ გჯერავთ, ან ჩემ მხარეზე ვინც იყო რა. გინდა 1000 კაცი ყოფილიყო არ ჯეროდათ. აი მერთის ჯეროდათ რა. ის იყო ის სიტყვები იყო აბსოლუტური ჭეშმარიტება. ეხლა რა ევალებოდათ ამათ? არაფერი ესეთი. ესე რაღაც თხოვენ არ არსებულს, ეს რაში გამოიკვეთა ისი ბოლოს თორნიკე? ბოლო დადგენილებაში მიხვდნენ რომ გაჭედილები იყვნენ. რა დაწერეს, იცი? ვერ დავადგინეთო, როდის არის გაკეთებული. რა უშლიდათ ხელს ამის დადგენაში? კანონით ევალებათ. შენ თუ იმ დონის ბოდიში და ტუპოი ხარ, ვერ ადგენ ახლანდელ გაკეთებულ ნაკეთობას 53 წლის წინანდელისგან. მაშინ კანონი გავალდებულებს ექსპერტიზა გააკეთო და ექსპერტმა დაადგინოს. ევალებოდათ ეს არ გააკეთეს. კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი, რაც არ გააკეთეს, როდესაც მიდის თანამშრომელი ობიექტზე, იქ წერს დათვალიერების ოქმს, სადაც თავის აზრს აფიქსირებს. ეს ნაკეთობა იქნება თუ ნაგებობა, რა მდგომარეობაშია, როგორ მდგომარეობაშია, ვინ, როგორ, ანუ აღწერას აკეთებს. მე მგონი უკვე საკმარისე ბევრი მაგალითი მოყევით, რომელიც ადასტურებს, რომ ამათ არ ქონდა ესეთი სურვილი ქონდათ, რომ კონკრეტული მართულებით წაეყვანათ. მე რა არის, იცი რატო? ვიცი წერტილძიმეთ მინდა მსმენელს აუხსნა და მაყურებს და მე იმათ რა. ეხლა თქვენ რო ჯაყელი აქ მოიყვანოთ, როგორც გუშინ გითხრათ, რომ თურმე მე სასამართლოები წავაგე, იგივე სიტყვის რა სხვა დანარჩენზეც რა. და გამარჯვების დროშას აწევს. ამიტომ მინდა რა, რომ უთხრა რომ მაგრა შეეშალა მისამართი რა. უამრავი ხალხი ყავთ გაუბედურებული, საწყალი ხალხი, რომელიც ხმას ვერ იღებს და ჩემი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ ხალხს უთხრა, რომ უნდა იბრძოლონ. და წმენა არ უნდა დაკარგო. ამათ ყველას მიეყენება კედელში და ბოდიშს გიხდით ყველას, არავინ არაფერში არ ჩამომართვათ, არც განდიდებაში და არც რაღაცის სურვილში. აგერა ვარ გია შაკიაშვილი, თუ რამე დაგჭირდება, ჩემი ეს გზა გავლილი მაქვს, დაგეხმარებით ყველას და გვერდში დაგიდგებით.
მე ბოლოს ორ მაგალითს მოვყევი და მე გადაწყვიტოს სვენელმა რა დონის ამბავზე არის ლაპარაკი და რა დონის იმაზეა დანაშაულზე ლაპარაკი მათი მხრიდან. ესე იგი მითითების ის დამიწერეს ორ კვირაში დამავალდებულეს რომ უნდა დემონტაჟი გამეკეთებინა. ხო, იქ 154 ბინაში მიშენება არის სამზარეულოზე, ისიც მასიანად გადმომეცა ეგბინა მიშენები არის. იმაზე ცალკე მომთხოვეს, იმაზე 16000 იწერებოდა ჯარიმა. ავდექი და ამ გაჭიროებაში ცხელხაზე ძლივს დაუკავშირდი მერის სამსახურს, რაღაც პაკეტი ჩამაწერინეს საბუთების თურმე შეცდომი ჩაუწერინებიათ. სხვა შემთხვევაში ყოფილა ეგ პაკეტი ცალკე ის მოვაგროვე, ჩავაბარე, უკან გადმომიგდეს. მეორე პაკეტი სწორად რომ მითხრეს, ისიც ძლივ შევაგროვე, ჩავაბარე. ანუ ლეგალიზაციაზე ჩავაბარე მიშენება და პლუს გისოსები. მაინც ჩავაბარე გისოსები. მანამდე წერილს წერ არქიტექტურის სამსახურს. აგერ არის ის წერილი. სადაც ვეუბნები, სურათს ვაკრავ და ვეკითხები რომ აი ეს და ეს გისოსი ამადამ წელს გაკეთებული, მინდა ლეგალიზაცია ბატონო და აბა თქვენ როგორ იქნება? პასუხი. ეს არის ლეგალიზაციაზე უარი, ესე იგი. კი ბატონო. რომ განახორციელოს უსახური განაშენებასთან შეუსაბამო ობიექტის ლეგალიზაცია. კი ბატონო. უარი გეთქვათ იმის გამო, რომ ეს არის usახური და განაშენიანობასთან. ხო, აი ეს რო გითხარი 2019 წელს შესული კანონის საფუძველზე, სავსებით კანონიერად არქიტექტურის სამსახურმა მას ევალება ეს ლეგალიზაცია, მისი ვალდებულება. კანონზე დაყნობით სავსებით საფუძვლიანად უარი მითხრა, რომ არც ესე იგი დამონტაჟება ხდება და არც ლეგალიზაცია გისოსების. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩავაბარე იმ მიშენებაზე და გისოსებზეც ლეგალიზაციაზე ეს საბუთების კომპლექტი რა, ასე ვთქვათ. ანუ მე როცა გუშინ დავრეკე და ამ ბატონმა მითხრა რომ ლეგალიზაციაზე უნდა შემოეტანაო, შეიტანე და უარი მიიღო. ო, აგერ არის უარი, ხო წაიკითხე. ეს მეორე ტყუილი რა. ეს მეორე ტყუილი. იცი რამდენი ტყუილი აქვს, შეიძლება ამერიოს, მაგრამ რაც გამახსენდება, ეს მეორე ტყუილი, რაც მოგატყუილათ, რომ უბზენაეში ცოტა გაუსწრებ წინ, მეტი რო არაფერი არ დარჩათ იმაში სარჩელში ჩასაწერი, რა ჩაწერეს, იცით? აი 9 თვის განმავლობაში ეს საქმის წარმოება ხომ მიდიოდა ჩემი სანამ სასამართლოებში წავიდოდა. გია შაკიაშვილს აი მოკლედ რო ვთქვა, ფეხზე ქონდა უდარდელად გადადებული და არაფერს არ აკეთებდაო. აი ეს წარმოვადგინე, აი ეს სამჯერ მაქვს მიწერილი, აგერ არის, ნახე. არა, რო იცოდეთ რა. მაყურებელს შეიძლება მაყურებელმა რო იცოდეს, კაცო, ორჯერ მივწერე, აი ეს ნებართვას რომ თხოვდნენ რა. აი უყურე, ნებართვას რომ თხოვდნენ. ორჯერ მივწერე იმას არქიტექტურის სამსახურს და ერთხელ მუნიციპალურს. რომ ამა და ამ წელში, ამა და ამ იმაზე ნაკეთობაზე თუ არსებობდა რამე შეზღუდვა, რა კანონი მოქმედებდა, სანებართოა რაღაცა, აგერია მაქვს ორივე, ერთი მუნიციპალურზე მიწერილი, ორი არქიტექტურაზე. და მომეცით მეთქი ის კანონი. რა ქვია, წარმომიდგინეთ მეთქი 77 წელში რა კანონი ითვალისწინებდა ან ნებართვას მეთქი და ან შეთანხმებას. არც ერთზე პასუხი არ გამცეს. იმიტომ ვერ გამცემენ. რო დაწერონ ტყუილი რო არსებობდა, მაშინ უნდა მიმითითონ რა კანონი მოქმედებდა. ხო, მაგრამ იქ თქვენ უარი რო გეთქვათ ლეგალიზაციაზე, უარის დასაბუთებაში წერია რომ ეს არის ერთ სახისთვის შეუსაბამო. თლად მაქედან პირდაპირ ვერ ვასკვნით რომ ასეთი ჟალუზის ლეგალიზება არ ხდებოდა. შეიძლება ზოგადად ხდება, მაგრამ თქვენი ვიზუალი დაიწუნეს. ხო, არა, გეტყვი არა, ეხა ეს რაც რის საფუძველზეც ეს უარი მომცეს, ხო? ეს არის 2019 წელს მიღებული კანონი. და კანონიერ საფუძველზე მომწეს, მე არ დავ, რაც იყო იმ დროს მოქმედი კანონი, არ ვაკეთებთ ლეგალიზაციას და აკრძალულია მომწერა ადამიანმა. საერთოდ ლეგალიზაციის პროცესი არის ერთთვიანი, საბუთებს რო აბარებ, ერთი თვე გრძელდება ლეგალიზაციის პროცესი და ახლა საბოლოო შედეგად უნდა მიიღო ან თანხმობა, ან უარი. კანონში აქვს ჩაწერილი, მუნიციპალური ინსპექციის სამოქმედო კანონზეა საუბარი. როდესაც მიდის ლეგალიზაციის პროცესი, ნებისმიერი ქმედება მათი ხრიდან რაც ეტაპზე უნდა შეჩერდეს, სანამ არ იქნება ლეგალიზაციის პასუხი, ანუ არქიტექტურის ხრიდან. ახლა უყურეთ რა ხდება. ამ ეთერის მერე შემიძლია ვიმუშაოს სამშენებლო სამართლის ექსპერტი. კი ბატონო, ჯერ კიდე იმას 10%-ს არ ვამბობ, რაც მე ვიცი. ერთი პლუსი ისაა, რომ ამ მათი კანონები ყველაფერი ზეპირად ვიცი რა. კარგი, ძალიან ბევრ ფურცლებში ნუღაშევა. არა, უბრალოდ გეუბნები რა, ამათ რა გააკეთეს. თარიღები მიწერია უბრალოდ 19 მარტს მაქვს ჩაბარებული ლეგალიზაციაზე საბუთები. და ის რაც მომცეს ხო იქ მერიაში რაც გამომიგზავნეს, ვადა წერია დამთავრების 20 აპრილი. ანუ 19 მარტს 20 აპრილს მთავრდება ლეგალიზაცია. ანუ ამ პერიოდში, ამ ერთი თვის პერიოდში
მათ არანაირი ქმედება კანონით არ უნდა განახორციელონ. ამ ქმედებებში გულისხმება დემონტაჟი, არაფერი, არათუ დემონტაჟი, საერთოდ არ უნდა მომეკარონ. წარმოება აღარ უნდა გააკეთოს. არა ბატონო, საერთოდ არ უნდა მომეკარონ, მოდი ესე ვთქვათ რა. არათუ რაღაცა გასაგებია, იმიტომ რომ შეიძლება დაგილეგალიზონ და აღარ 19 მარტი კარგად დავიმახსოვრე და 20 აპრილი. 25 მარტს დამიწერეს შემოწმების ოქმი. ეს იგივე ჯარიმაა. 4000 ლარი, ერთ წელს და მეორე. 25 მარტს. ანუ ესენი რასაკეთებდნენ, ეცე? ეხლა წარმოი 6 დღეში 6 დღის გაჩერებული უნდა ყოფილიყო. ჩემი ვალდებულება არ არის ამათ შევატყობინო, მე რო ლეგალიზაციაზე საბუთებს ვაბარებ არქიტექტურის სამსახურს. ჩემი ვალდებულება არ არის. ესენი სანამ რამე ქმედებას გააკეთებენ, ხო? უნდა გადაამოწმონ. უნდა გადაამოწმონ და ამის მიუხედავად მე რო საბუთები ჩავაბარე, ის ჩაბარების დამადასტურებელი ფურცელი ამათ მივეცი ქსერუას. რო ლეგალიზაციის პროცესია. ეხლა უყურე რა ხდება? ეს ტურუა და აბუთიზე როგორი რა გითხრა, ჯერო ფიზიონომიაზე შეხედავ მიხვდები ვინც არიან, მაგრამ აი როგორი მოწადინებულები იყვნენ. აი შედარებისთვის ეხლა პირველ მეორე კლასში მესამეში ხო ყოფილვართ, აი აქტიური სკოლის მოსწავლე რო ყავს, რომ ყველა კითხვაზე რო ხელს იწევენ და სულ 5-იანი უნდა და სულ 10-იანი. ეხლა წარმოვიდგინე, ხალხი გამოუშვეს იმ დავალებით, რომ ერთ ბინაზე უნდა დაეწერა ჩემთვის ჯარიმა. კაცმა ორ ბინაზე წერს ჯარიმას და თან იმასაც არ უცდის, რომ ეს ლეგალიზაცია ოხერი დამთავრდეს, ხო იცის, რომ უარს მივიღებ. მაგის გაგება ხო ადვილად შეუძლია. ყველა ვარიში აპრობლემა, გვერდით აკავს არქიტექტურის სამსახური. დაიცადე, რაღაც ფორმალურად მაინც დაიცა. არა, იმიტომ რომ პასუხის მომკითხავი არავინ არ აკავთ და რატო არ აკავთ ეხლავე გეტყვი. ეს ხომ გააკეთეს. ამათი პასუხის მომკითხავი არის წეღარო ვახსენე მერის ძველად წოდებული გენერალური ინსპექცია. ეხლა ქვია ევროპული სახელი ქვია მონიტორინგის და შიდა აუდიტის სამსახური. რა უწერია სამსახურს წესდებაში და კანონში? ნებისმიერ გადაცდომაზე მისი თანამშრომლის უნდა დაიწყოს ფხისიერი მოკვლევა. აი ეს ფაქტი მიუტანე ამ მონიტორინგის და შიდა აუდიტის სამსახურს. გულისხმობთ იმას, რომ ლეგალიზაციის პროცესის დაწყების მიუხედავად მათ მაინც განახორციელეს ქმედება დაჯარიმება. აგერა 19-ში ჩაბარებული მაქვს და 25-ში დაწერილი აქვს ეგრეთ წოდებული ჯარიმა. ეს არის დარღვევას სამოხელეო დანაშაული შეიძლება ეწოდოს. რა თქმა უნდა, მოხელეები არა საჯარო ისე სულ მინიმუმ, ხო? სულ მინიმუმ. რაღაცა დისციპლინარული ზომა მაინც ხომ უნდა მიიღო. ყოველ შემთხვევაში მადლობის გამოსაცხადებელი ქმედება ეს ნამდვილად არ არის რა. ნამდვილად არ არის. ან არ იცნობდნენ რეგლამენტს, ან რაღაცა ხო. ეხლა რა წერს შიდა აუდიტის სამსახური? შიდა აუდიტის სამსახური წერს, რომ ესე იგივე. ასე უნდა გაიცათ ერთთვის ვადაში ვალდებულება. ხო, არა, დებულებაში უწერიათ ეხლა ყველა სამსახურში ის ძველი დასახელებით ვიტყვი, ადვილი გენ ინსპექციის მოვალეობა რა არის? მისი თანამშრომელი თუ გადაცდომას აკეთებს, ყოველგვარი გარჩევა გამორჩევის გარეშე იმ ფაქტზე იწყებენ მოკვლევას. და პასუხი რა იყო? პასუხი არის ესეთი, მწერს იმდროინდელი თან ახეთ რა არის? აი ეს არის შიდა პატაკი, სტურუასი, რომელიც თვითონ აღიარებს ამ დროს უნდა დამეწერაო, რა ქვია. შემოწმების აქტი, ანუ ჯარიმაო და დავწერო თვითონაც აღიარებს. 2009 წლის 25 მარტს შედგენილი შემოწმების აქტით დაფიქსირებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. გასცემთ რომ აღნიშნული შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ სამსახურში 2020 წლის 12 ივნისს გამართული ზეპირი მოსმენის შემდგომ ცნობილი გახდა მითითებული გათვალისწინების ვადაში განცხადების ხარეს განცხადებული კომემართოთ. ანუ მერე გავიგეთო რომ ლეგალიზაციაზე ქონა არ ვიცოდითო თორე არ დაუწერდით. არ იცოდნენ ახლა რა. და კიდე ერთ ხო ამბობ. მაშინ არის ეს გამოვიდა. ამ იმის მიუხედავად იცოდნენ და ქსერუასლიც კი მივეცი რომ ჭაბარები. ხო, რო არ იცოდნენ ეს ათავისუფლებს. ეს არა თავისუფლებს. მე შემეძლო საერთოდ არ მეცნობინებინა მათთვის მაგათი მოვალეობა სანამ რამე ქმედებას ეს აქტი უნდა შეგვედგინა 22 აპრილს მაგრამ უნდა დაგვეცადაო მართალია თვითონ აღიარებს რა არა შეცდომა ხო ნუ ისე აი რა წერს ეხა ყველაზე არის ხო ნუ რო ჩავთვალოთ რომ შეცდომა დაუშვეს მართლა მე იქ უფრო ლოგიკურად მეჩვენება რომ არ გადაამოწმეს და შეცდომა დაუშვეს ნუ ალბათ რაღაც შენიშნავ და გამოუცხადებდეს მაგის გამო ხო რა წერს ეს მონიტორინგის სამსახურის იმდროინდელი უფროსი ვინმე ბადრი გიორგიძე. ესე იგი განხილველი ორგანოს მხრიდან, ანუ ჩვენი მხრიდანო,
აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ანუ ჩემს საქმეზე. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ეს გადაწყვეტილების მიღება რას ქვია, იცი? საბოლოოდ მერია რო გამოსცემს დადგენილების აქტს რა. თუ კი გამოვლინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულ პირთა ქმედებებში გადაცდომების არსებობის ფაქტი, რისი დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში, სამსახური მზადყოფნას გამოთქვას განახორციელოს შესაბამის ღონისძიებები. წარმოდგენილი მაქვს. ხო. ქსეროასლი გაკეთებული მაქვს. საბუთების ლეგალიზაციაზე ჩაბარების ფურცელი სტანდარტული მაქვს და ყველაფერი აღწერილი მაქვს. ნუ შეიძლება ეს ჩაითვალა რომ იყო შეცდომა და არა განზრახ დანაშაული. ამაზე რას წერს იცი? როცა საქმე ბოლოში გავაო, აი მაშინო დავიწყებ თუ ამას და ხო, ის გადაცდომა თუ ამის შეცდომა არის თავაზე ის ხვდები მან მიუხედავად იმდროინდელი სამსახურის უფროსის მოადგილეს და ვეუბნები. აგენმეთ თქვენი პასუხი მეთქი. ეს ჯაყელზე საუბრობ. არა, ეს უკვე აი შიდა აუდიტის და აი მონიტორინგის ის არის. აგენმეთქი თქვენი პასუხი ჩემი მასზე განცხადებაზე და შენ მეთქი საერთოდ წაგიკითხავ შენი სამსახურის კანონი და დებულება, რას გავალდებულებს. რა მნიშვნელობა აქვს? ბოლოში გავალ, შუაში, თავში, გამმართლდები თუ გამტყუნდები, კონკრეტული ფაქტი დაგიდე მეთქი. რომელიც ხელმოწერილია კანონდარღვევით და შედგენილია მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის მიერ მეთქი. ამ ერთვიან ვადაში ყველანაირი ქმედება უნდა შეეჩერებოდეს. დაგილეგალიზებენ თუ არ დაგილეგალიზებენ, არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. შენ რო 100% მტყუანი იყოს, შენ თუ ფაქტზე, რაც სამართალდარღვევით არის ჩადენილი საჯარო მოხელის მიერ აცნობებ გენერალურ ინსპექციას, რა უფლება აქვს იმას გიფასოს, შემდგომში გაიმარჯვებ, დამარცხდები, გამტყუნდები თუ რა. ის უნდა დაიწყოს, თამყი ისეულად. აი ეს არის მონიტორინგის ინსტიტუტი და ვაფშე რას ვამბობ, იცი? ჩემთვის გარეშე პირისთვის თვალით გასაგებია რომ არ უნდათ საკუთარი თანამშრომლის დასჯა. ხო და მე ერთ რაღაცას ურჩევ რა, აი ძველი ანდაზარო ძაღლის წყავს არ დახევსო, დიდი ასოებით დაწერონ და გააკრან მერიაზე რა. თუ ერთმანეთის წყავს არიან ესე გადაფარებულები. მაშინ ეს სამსახური საერთოდ რასაც ხო რა, რას აკეთებს ეს სამსახური? როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცი მეუბნება რომ ესე იგიო თუ რაღაც გამოვლინდებაო, მე მომაწოდე, მოგაწოდე. და აგიხსენი დაწურილებით რაში იყო დარღვევა და ის რა ქვია დანაშაული მეტი რაღა მოგაწოდო ეხლა პლუს ამას სახელმწიფო მიწაზე მერის დამოკიდებულება ყველამ ვიცით ხო აი ეს საწყალი უბედური მოსახლეობის დროსაც ხო შერჩევა უნდა ზამთარში არჩევენ მაინც და მაინც ყინვა და ის რო არის სიცივე ხო რომ მიადგებიან ტრაქტორები და ეს კამერებით გადაღება და ანუ არც ერთი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა ვიღაცის მიერ უკანონოდ აგერ რას წერს ორივე სამსახური აი ყურე ის დღეს ჩვენ რაც ავნახეთ ჩემთან აი მომჩივანის შემოღობილი ხო ისევე მდგომარეობაშია რაც იყო ხო არაფერი დღეს ვიყავი ადგილზე თქვენ რომელიც მაჩვენეთ კი ბატონო ეგ არის ხო ანუ სახელმწიფო საკუთრება აქვს შემოღობის საკითხი აი რა წერს ეს მამუკა ჯაყელი რა ესე იგი ორჯერ მივწერეთ წერილი რომ ეხა იძულებული გახდნენ ეს მომჩივანი დაეჯარიმებინათ და დემონტაჟი მოეთხოვათ მაგრამ დღესაც იგივე მდგომარეობაშია ამ დროს რა ხდება მეს ეხა სრულყოფილად ამ დროს ეხლავე გეტყვი რა ხდება ეს საქმე რომ გავიაროთ მომჩივანისისა ეხლავე უბრალოდ გეტყვი რა ამ დროს ის ხდება რომ ეხლა იძულებულები იყვნენ რა მიწა მისი არ არის მიტაცებული აქვს არც არაფერი ისა და გამოუტანეს ჯარიმა და დემონტაჟი ამდენი ხანი ხო დგას ისე და არაფერი ამ დროს რა ხდება აი მაგალითი შედარება რომ გავაკეთოთ რა აი ბოდიში ტერმინისთვის მაგრამ მართლა მეწოდებით ხალხს რომელსაც ერთი ქოხი და ორი ქოხი აქვს ძლივს გაჭირვებით თავის შვილებს და პატარა ბავშვებს იქ აცხოვრებს იმ სიცივეში უგაზობაში და 1000 გაჭირვებაში მიაყენებთ ამ ტრაქტორებს და უნგრევთ და მე ეგ დანგრევა ერთი მე ჭორებს უგდებენ აი ამათ თავში ჩამახედა რა ამ არაკაცების თურმე 2-3 პენტჰაუსი ქონია ცათითაოთ იმაში ვაკეში რა ჭავჭავაძეზე ისინი გაქირავებული და ესენი თავს იკლავენ იქ ამ პირობებში ცხოვრებით რა ეგეთ ჭორები ტრიალებს რო იცოდე რა გაიგე თავის შვილს აცხოვრებს სიცივეში, სიმშილში და გაჭირვებაში და 2-3 პენტჰაუსი ვაჭე ისეთი რაღაც მაინც მოიფიქრეთ, რომ 1% ადამიანმა დაგიჯეროთ. აგერ რას წერს? ანუ შუა ვაკეში თქვენი თქმით ადამიანმა მიითვისა ტროტუარი. ხო და
რას თავიდან რაზეც უჩივლეთ მამუკა ჯაყელი რას მიწერს ესო რაც მithვისებული აქვს მომჩივანსო მარტო თქვენი ის კი არ არისო საერთო საგრებოლის მიწის ნაკვეთიო ესო ნაწილიო სახელმწიფო მიწა არისო ეხლა გეკითხები ეგ რას სulis უკანონო იმას აცვლისო სახელმწიფო მიწაზე ხო კაბილები აქვს ამათ ალესი არა მაგას სulis ხო მათთვის რას სულის სხვათა შორის იმ ხალხს ნაწილს აი მაგალითად ბოლოს ლილოს ეპოპეა რო იყო დანგრევა ზამთარში იმ ხალხს ნაწილს სასამართლოში ქონდა ნუ სამართლიანად დაობდნენ თუ არა სამართლიანად ამას მე არ ვამბობ პროცესი მიდიოდა აი რატო ვამბობ ეხლა მოვიყვან პარალელს სასამართლოს არ დაუცადეს ამ შემთხვევაში რა ხდება ამ შემთხვევაში ეს განაჩენი რომ გამოვიდა დადგენილება და დაევალა მომჩივანს დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა რაღაც ხერხებით იმიტომ რომ ეს მომჩივანი წეგან აღნიშნე რომ ვითომ ქართულ ოცნებას დაახლოებული ეს ყველა მთავრობასთან დაახლოებული იყო ყველა მთავრობასთან ყველა მთავრობის გაუთხოვებული დროშა ჰქონდა რომ გაუთხოვებაში არ დაეკარგა ისა რა ქვია დრო ვინც მოვიდოდა იმის დროშასაც წევდა ამან სასამართლოს მიაღებინა შემდეგი მოკლე შინაარსკეთვით სარჩელი ანუ რა წერია მიწა ჩემი არ არის მიტაცებული მაქვს მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია და დამაჯარიმა და დემონტაჟი მომთხოვა და გთხოვთ გამამართლოთ აი ეს არის მოკლე შინაარსი ესეთ სარჩელს სასამართლო არ იღებს ის ერთკვირიანი დაახლოებით ვადა სარჩელი რო შეაქვს მოსარჩელეს ის ეცნობა რამდენად მისაღებია ეს სარჩელი ისედაც კარგად იცით შეიძლება დაუშვებლად ცნობს გასაგებია რა თქმა უნდა ეხლა ისედაც კარგად იცით ეს მოსამართლეები სულ იმაზე წუწუნებენ რომ ამდენი საქმე ბოდიშთა თავზე აყრია მაქსაჩეს არ ვიცნობ მე და რა გამოვიდა და მიაღებინეს რაღაც ხერხები და რატომ ეხლა ბოლოში გავიყვანე და შედეგსაც უცებ გაიგებ და მიხვდები დღესაც ეს საქმე სასამართლოშია იმასაც კი არ გვეუბნებია ძალიან მინდოდა ერთი დასწრება იმ სასამართლოზე პროსტო მეთქი ერთი რა სიტყვიან ან იმის ადვოკატი ან მოსამართლე რა არგუმენტით კიდე ერთხელ ვამბობ ხალხი უსამართლობით იჩაგრება იმათ საქმეებს არ იღებენ და კაცი ეუბნება რომ ჩემი ტერიტორია არ არის მიტაცებული მაქვს სამართლიანად დამაჯარიმა კანონიერად მუნიციპალურმა და გამამართლეო და ამას იღებს ეხლა რა მოხდა საბოლოო აღარ დამონტაჟები აღარ გამაკეთებინო ხო არ ჯარიმა გადამახტევინო მაგრამ ეხლა რა ხდება ეგ არ არის თავი და თავი ეხლა არის რასაც ვამბობ თურმე ეს პატივცემული მომჩივანი ამ თავის ოფის ყიდის იმ დანარჩენებსაც ყიდით ხო ნახეთ გაკროლია ყიდის რა ოფისებს რა ეს ოფისი გაყიდა და იყიდა პატიოსანმა მყიდველმა რომელიც მოატყუილა რა რომ არა მარტო ესო პარტიო საცხოვრებელი საოფისე რაც დარეგისტრირებული მაქვს აჯაროში აი ეს მიწის ნაკვეთიცო შემოღობილი რაც არის ესე ჩემიო იმას ცალკე გადაახტევინა ფული ეხლა ამ ჯაყელს ვეკითხები რა რომ იმიზეზებს აი წერილს სამწერს რომ მივწერეთ მოსახლეობამ რომ რატო არ აკეთებ დემონტაჟს და რა სამწერს იცი აგერ ერთ-ერთი წერილია მოსახლეობამ რომ მივწერეთ რატო არ ხდება დემონტაჟი ხო მიწერო 6 თვის ვადაში მაქსიმუმ დადგენილების გამოტანიდან უნდა მოვახდინო დემონტაჟი თუ თვითონ არ მოახდინა უკვე ჯარიმა რო დაიწერა ამათი ვალდებულებაა დემონტაჟის მოხდენა იმისი არ არის თუ გამართლა დემონტაჟი რაღაცე უნდა მოხდეს რავი სასამართლოს მაშინ წეგან მაგალითი რო ვთქვი რა ქვია იმ ლილოს ხალხის იმათაც ჰქონდათ სასამართლოს შეტანა რატო იმათი სასამართლო დავა დასრულდა უკვე თუ არ ვიცი ჩამიჩუმი არის ის მაგრამ დედას გეუბნები რაც არის მთავარი აზრი ეს მომჩივანი ყიდიდა ამას და იმ უკანონოდ მიტაცებულში ცალკე თანხა გადაახდევინა იმას მყიდველს ეხლა როგორ ვიფიქროთ ლოგიკურად თუ ვიაზროვნებთ თუ მერის პოზიცია ისაა რომ არც ერთი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა უკანონოდ ვინმეს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს აგერ შენ თვითონ ამწე მე რომ ნაწილი სახელმწიფო მიწის აქვს ამ მომჩივანს მithვისებული და ნახაზებს არ შეხედა ერთ წამი რეესტრიდან სახელმწიფო საკუთრებაში ყოფ მიწას ხო ვერ მისცემდნენ იმიტომ ვინც იყიდა ნახას არ შეხედა არ ვიცი ეს იმის ის იყო ჩემთან მოვიდა ეხლა მეცაც გეტყვი ეხლა არ მინდოდა არც იმის გვარსახელს ვასახებ არაფერი ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ იქნებო არ დაანგრევინოთო ესო რა ვიცი ღობეო და მე ვთხარი მე რა ან არ დავანგრევინო ან დავანგრევინო მეთქი მე რა შუაში ვარ მერიასაა გადაწყვეტილება გამოტანილი დემონტაჟის მეთქი მე რა შუა და ერთ-ერთი მეთქი სულ მეთქი ოქროს იმას რო შეპირდე მეთქი ბოდიშ და სარაიას ამ მეზობლებს იმდენი სიმწარე აქვს ნანახი ამ მომჩივანის ხელში მეთქი რომ შენ თანხმობას არავინ არ მოგცემს მეთქი რომ ეს შემოღობილი დაიტოვო მეთქი მე ერთ-ერთი მოსახლე ვარ აქ და ჩემი აზრი მაგით ანუ რომ მიხვდა ეს ადამიანი თქვენგან როგორც ვიღებ რომ გაპრობლემდა ეს პარტიები გაყიდა რაზე მივდივარ რა აზრზე მივდივარ კიდე ერთხელ ვამბობ, სადაც საჭიროა უცებ გავარდებიან და აკეთებენ ამ პომპეზურ დემონტაჟებს და აგერ მიწერ სახელმწიფო მიწაა ნაწილიო, მიტაცებულიო. სანამ არ გაყიდა
თითი არ განძირი, ორჯერ მოგწერე წერილი, რომ რატო არ აკეთებ დემონტაჟს აწი. იმის ვალდებულება უკვე всё მორჩა. რახან ჯარიმა დაადე, შენ ახარ უკვე ვალდებული დემონტაჟი გააკეთო. ეგრე გიწერია კანონში. იმის ვალდებულება უკვე არ არის. აცალეს იმდენი ხანი, სადაც სანამ გაყიდიდა და იმ ფარტში ცალკე ფულს აიღებდა. ეხლა მე როგორ არ ვიფიქრო, აი გონივრული ეჭვი რო არის, ხო? რომ ამაში ცალკე მამუკა ჯაყეს ფული არა აქვს აღებული? ამაში ცალკე არა აქვს? ძალიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეგ ვიფიქრო რა. და ვაფშე მაგას ვინც იცნობს, ეგ პიროვნდა ძალიან კარგად იცი ვინც არის რა. ეხლა ეს დაწერეს, ეს თქვით, რომ ამ მონიტორინგის სამსახურმა ესეთი რაღაც პასუხი მომწერა. ეხლა იწყება შემდეგი რამ, პროცედურულად არის. ორი შეხვედრა დგება, სანამ საბონოდ მას დაწერენ, გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რომელსაც ვიცემერი აწერს ხელს იმდროინდელი ირაკლი ხმალაძე. მისი საკურატორო არის ეს მუნიციპალური სამსახური. წასული რო არის. ხო, წასული რო არის. ორი შეხვედრა დგება მუნიციპალურში რა. ეხლა უყურე, როგორ ის აქვს, ჯერ გაჯარიმებენ და მე ამათ წინაშე უნდა იმართლო თავი და უმტკიცო შენ რომ მართალი ხარ რა. ესეთი წესი აქვს რა. რაც აქამდე გააკეთეს კი არა, რაც ევალებოდათ ხო არაფერი არ გააკეთეს. არც მეზობლები გამოკითხეს. არც არც ექსპერტიზა მოიყვანეს ბოლოში რომ დამიწეროს რომ უტყუარად ვერ დგინდება როდის არის გაკეთებული და რა ხნის მასალაო. ისე არიან აბნეულები ეს სანამ ხმალაძე მოაწერს ხელს ამ ჯაყელი აწერს ხელს მუნიციპალურის დადგენილება შუალედური სადაც უეჭველად წერს რომ გია შაკიაშვილმა გააკეთა აივანზე ესო ის ხმალაძის ხელმოწერილი წერია რომ უტყუარად თურმე ვერ დაადგინეს ეს მტკიცებულებად მიწერს აღარ იცი რა დაწერა არ კითხულობ რა რასაც რაზე აწერი ესე იგი პირველი შეხვედრა არის თვითონ მუნიციპალური ინსპექციის ასე ვთქვათ ფარგლებში ეს შეხვედრა რომ შენ უმტკიცო რომ შენ მართალი ხარ და შენი სიმართლე დაიცვა. სანამ სასამართლოში წახვალ ჯერ ეგ ინსტანცია. ხო, ჯერ ეს ორი ინსტანცია უნდა გავიარო კი ბატონო. ცოტა სწრაფად რომ გავიაროთ, თვითონ რომ შეიძლება მაყურებელმა აღარ გვისმინოს ცოტა არა, კი ბატონო. აგერ არის, ეხლა მაშინ გვარებს აღარ ჩამოვთვლილა ეს. პუჭო ისინი არიან ახალგაზრდა მასტები, რომელიც სახეზე რო შეხედავ შენი პრობლემა საერთოდ არ აინტერესებთ. ესე იგი, ორივე ერთი და მეორე არის მერის გაფართოებული რაღაც საბჭოს ნაირი არის, სადაც შედიან მერის იურიდიული განყოფილები და სამსახურიდან, იქიდან, აქედან, ესე იგი დახუნძულული საბჭო. რამოდენიმე ადამიანი ესწრება რა. აი აქ გვარსახელები მიწერია რა. პროსტო მინდოდა რომ ეს გვარსახელები მეთქვა რომ მაგათ საახლობლოს და ოჯახებმა იცოდნენ ვინ არიან. იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ ადგა. რა კითხვებს უსვევდი თორნიკე? 3-4 კითხვას. რატო არ შეასრულეთ მოუჯერონა თქვენი მოვალეობები? რა დაინტერესება გქონდათ? რას მივაწერო ის რომ ერთი ვიღაც მომჩივანი სიტყვები 100%-იან ჭეშმარიტებად მიგაჩნია და აქეთკენ მინიმუმ 16 კაცი ვდგავართ და არც ერთს არ გვისმენთ. ექსპერტიზას რატო არ ატარებ? თუ ვერ არკვევ, როდინდელია რა ხნის არის? კაი, ვერ არკვევ. კანონი ხო გავალდებულებს რომ ექსპერტიზა ჩაატარო. არაფერს რო არ აკეთებ, რატო არ აკეთებ? ამ კითხვებზე ხო გეუბნები, აი ჭერს ათვალიერებენ. ან ერთმანეთში ხლაბუცობენ, ვითომ ყოფილი ვარ გიდა არა, ვითომ არა რა. აი ეს არის მაგათი განხილვა რა და ამბავი რა. მეორეც ერთი ვეუბნები, ეს კანონები თქვენ რაც აგაქვს მიღებული, ეს ქმედებები მით უმეტეს რასაც აკეთებთ, ხო? ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. მე შე რას მავალდებულებ, იცი? მე გიმტკიცო ჩემი სიმართლე. მოხვედი რაღაცაზე შარს ამდებ და მაიძულებ რომ მე ვამტკიცო რომ მართალი ვარ. ეს არის ხო რამე კი არ არის. იმის და იმან დაგიმტკიცოს რომ მტყუანი ხარ. ხო, შენ უნდა დამიმტკიცოს. თუ რამეში ბრავსე რომ ისა რა ქვია მტყუანი ვარ. და მეორეც ერთი ვერ გავიგე კიდევ თო. ესე იგი წეღანაცავ თქვი რა, სტურუამ და აბუთიძემ ჩემ აივან შეხედეს და იმ დროიდან დაიწყო ათვლა სამართალდარღვევის. ვერ გავიგე, მაგათი ასე შეხედვაზეა თუ რა არის. კარგი, სასამართლოში გასაგებია რა დადგენილებასაც გამოიტანდა ეს საბჭო. ხო, ნუ ეს ხმალაძე საერთოდ არ კითხულობდა ეხლა აწერდა ეგრევე ხეს საცალო და ამისთვის ჩემნაირები. საქმეები ქონდა. რა თქმა უნდა. ეგ ამბავი. გვარსახელი შეცვლილი კლიშე იყო, მიდიოდა კონვეირივით ეს საქმეები. ორ მაგალითს ბოლოში ვიტყვი, უბრალოდ ჩემი ამბავი იქნება ჟურნალი და მოგონება. რა უბედურებაც იმ ხალხს დაუტრიალეს. პირველი ინსტანციის სასამართლო ესე გინდა ყოფილა, გინდა არა. ჯერ 2 წელზე მეტი ველოდებოდით. ორჯერ დაუწერეთ ხოვნა განცხადება. იმ 15 კაცი და 3 ადამიანი გარდაიცვალა იმ 2 წელიწადში. ბოლოს დაუწერე რა, ისე ნუ გააკეთებთ მეთქი რა, ამ 15 კაციდან მეთქი არავინ აღარ დავრჩეთ და გასახილველიც გამწერო. ალო, წავეღადავე ცოტა, ეხა მეტი რა მექანა, ხო, ვერ შევაგნები.
ნუ როგორც იქნა დაინიშნა ორივე ბინაზე, ერთზე 4000 მაქვს, მეორეზე 4000 დაწერილი, საერთო ჯამში 8000. ესე იგი აუცილებლად უნდა ვთქვა რა. ესე იგი მოსამართლეები არიან ლელა გოგიშვილი და ივანე აღნიაშვილი. მაგათა ნამუსზე იყოს, ესე იგი, მოკლედ ვამბობ რა, უბრალოდ იქ რა ხდება. მეორე მხარეზის მერის იურისტები, აქეთკე ვზივარ მე, ვეკითხები იგივე ელემენტარულ კითხვებს, რაზეც ვერ პასუხობენ რა. მოსამართლეებს ვეუბნები, რომ ვინც საქმე შეასრულა, ვინც ეს ჯარიმები დაწერა, ვინც ასე ვთქვათ, საქმის კურსში უნდა იყოს. შემოვდივარ შუამდგომლობით, მეთქი მოიყვანე პროცესზე, რომ ვკითხო, ხო გაინტერესებს, რა ხდება, როგორ ხდება. არც ერთი შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილა. ისეთი რაღაცები ერთი ხო აუცილებლად უნდა აღნიშნო, მაგის აღნიშნა, რომ ის ვარსკვლავთ ბიჭ უნდა ყავთ იურისტი, რეზო გორგოძე რა. ეგეც ყველაფერზე ხელის მოწ. ოღონდ თავის სამსახური გაამართლოს. ისეთ რაღაცებს კადრულობს, რომ აი ბოდიში და აი შეგეზიზღება ადამიანი რა. სხვა რო არგუმენტი ვერ მოიტანა. პირველად რომ მოვინე და ახსნა განმარტება მივეცი, იქ დავწერე რომ 1977 წელს მამაჩემმა გააკეთა მეთქი, ეს გისო, ნუ გააკეთებინა ეს გისოს იმეთ. ესე იგი, პირველ ინსტანციაშიც იგივე გაიმეორეს და სააპელაციოშიც რა. დედაჩემის ცხონებული სახელზე იყო ეს ბინა 156. ჩვენო შეცდომაში შეგვიყვანაო, ანუ ჩემზე ამბობენ რა და იმიტომ მოხდა ეს გაუგებრო, ასე ვთქვათო რა. თქვაო რომ ანზორ შაკიაშვილმა გააკეთაო და ბინა ნანა კოჩელამასაშვილის არის. ანუ დედაჩემს. მე ვთხარი, შენ თუ ეგ კითხვა ქონდა და ვერ ერკვევოდი, ესენი ცოლქმარი იყვნენ, ჩემი დედა და მამა მეთქი რა. და ჩვენ ოჯახში მეთქი. კაცი აკეთებდა კაცის საქმეს მეთქი, ესეთ ოჯახში გავიზარდე მეთქი. ქალი ქალისას. შენთან ეთყობა მეთქი, უკუღმათ იყო მეთქი. ხელოსანი, ესეთი საქმე და რაღაც სიტუაციები არის მამაკაცის პრეროგატივა მეთქი. და ესე ვარ დღესაც მე მეთქი. და ქალმა თავის საქმე იცის ქალბატონმა. აი ეს არგუმენტი, მეორე, კიდევ ეს სასწაული თქვა. მე ვთხარი, რატო არ გჯერა ჩვენი მეთქი? ელემენტარულად, აი ეს ხელმოწერები რომ მოგიტანე მეთქი. ამით მეთქი თქვენ საქმე გაგიადვილეთ, იცით მეთქი, რომ შორს არ წასულიყავით, თორე 1000 კაცს მოგიყვანდით მოწმეს, რომელ წელს არის გაკეთებული. შორს რო არ წასულიყავით მეთქი. აქვე სადარბაზოში, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს, ხო, აკაურობასთან. იმიტომ გაგიადე ერთ კაცთან მაინც დაგერეკათ, ბიჭო, ფორმალურად მეთქი და გეკითხათ, რომ ეს ხელმოწერები მართლა შენია და შენი აზრია, ეს თუ გია შაკიაშვილმა გადაშუშა შენი ხელმოწერა. ეგეც არ გაგიკეთებიათ ელემენტარულად. ისე ბოდიში რომ გეკიდათ ფეხებზე მეთქი ეს საქმე. ხო და ხო ისა თქვა რომ მეთქი იცით რაო ესე დიდხანს ფიქრობს და აი ეს ხალხიო, ანუ გარდაცვლილი მამაჩემი და ეს ჩემი მეზობელი. ეხლაო დღესო ცოცხალი რო იყვნენო და იმათ ეთქვათო რომ ჩვენ გავაკეთებთ. იმათ დავაჯერებდი. მაგას დავიჯერებდი. და თქვენსას არაო და იმ ანეკდოტის არ იყოს ის ქუთაისელები რო კეიფობენ. მე ვთხარი ოღონდ იგენ ცოცხალი იყვნენ. გაგრძელებას აღარ ვაფობ მოკლედ. დანარჩენი იციან მეორე ნაწილი რა, მიმართული მაკეტი. ხო მოკლედ პირველმა ინსტანციამ ჩაიარა სიმღერაში რა თქმა უნდა 100% არის. თქვენ ითხოვდით რას? გაუქმებთ თქვენი ჩივლეთ და ითხოვდით გაუქმებას დემონტაჟის მოთხოვნის და ჯარიმის. კი ბატონო, იმიტომ რომ ნებართვას არა არა ვაჩვენე მოსამართლეს ორჯერ მაქვს მიწერილი მეთქი არქიტექტურისთვის ვისაც ეკუთვნის სოფლის მეურნეობის ეს აღარ გავიარეთ უბრალოდ მოთხოვნა რა იყო საერთოდ მოთხოვნა იყო ლაკონურად ის რომ დემონტაჟის ვალდებულება გამიუქმდეს და გამიუქმდეს ჯარიმა კი ბატონო აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხალხო აუცილებლად ორი სიტყვით რა ამ საქმეში მე გვერდში მედგა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისთვის აი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია რას ნიშნავს 1000-ის რო ტრიალებს რო აგენტები კი არა უანგაროდ თავიდან ბოლომდე გვერდში მედგნენ უანგაროდ მადლობა მინდა აქედან მოუხადო ბატონ დიმიტრი ნოსაძეს ქალბატონ ეკატერინე ეკაკობესაშვილს და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბატონ ალეკო ცკიტიჩის აი ეს ორგანიზაციები არასამთავრობო ხალხს რო ეხმარება უანგაროდ და გვერდში უდგას და არა აგენტები და ვიღაცის ისინი აგერ ჩემ მაგალითზე რა თავიდან ბოლომდე ადამიანები უანგაროდ მედგნენ გვერდში და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. აი ეს არის არასამთავრობო და არა ის, რასაც კარგავენ ვიღაცები. ხო, მოგეთ მივიდა საბოლოოდ უზენაესში. იმიტომ მეორე ინსტანცია არა, უზენაესად მომაყოლე რა, ეხლა არქიტექტურის ამბავი უნდა მოყვე აუცილებლად რა, როგორ მომცეს ლეგალიზაცია. ანუ საბოლოოდ ლეგალიზაცია მოგცეს. ხო, საბოლოოდ კი რა, შუალედურად. ეხლა უყურე რა ხდება
ამ პერიოდში სანამ უკვე ის დაინიშნება, ეს პირველი ინსტანცია ხო წავაგე, შევიტანე იმაში საკასაციო სარჩელი შევიტანე სააპელაციოში და ველოდები ჩანიშნეს. ამ პერიოდში რაღაც მომიხერხეს და შევხვდი პატრიცემულ ლევან ჟორჟოლიანს. ეხლა არის ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი. მაშინ იყო საკრებულოში ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. დეპუტატი იყო საკრებულოში. ანუ აუხსენეთ სიტუაცია. აი ეს ყველაფერი მიუტანე და აუხსენე. კაი ხანი ვიყავი რა. რამოდენიმეჯერ მკითხა მართლა მეუნე, მაგრამ მე ვთქვა აგერ არის საბუთები ეს. რა მაგ დასამალი. აგერ არის და დაიბა, დაუძახა თავის თანაშემწეს უწურიწურილა ჩაიწერა. ბოლოს უთხარი ესეთი რაღაცა. მე ჩემი გავლით ცხოვრების 100 წელი. არათუ მწხვენია, ვამაყობ კიდევ. არ ვიცი ახლა ის დროს წაგვართვებს მე რო ვთქვა, ორი სიტყვით ვიტყვი რა, 2012 წელს ამათ ბედექი მხარში და ხან იმას ვთავაზობდნენ, ხან ამას ვთავაზობდნენ და ისეთი უარგისი ხალხის გვერდით დგომას ვთავაზობდნენ, დავიხურე ქუდი და წამოვედი. მაგრამ ამის მიუხედავად 200 კაცზე მეტმა ჩემი აი პატივისცემის ამბავში ხმა მისცა. ალალათ ვამბობ. ამის მიუხედავად არც სამსახური მithხოვებ, თვითონ დამიძახეს რამოდენიმე დღეში, რომ მოვიდნენ ხელისუფლების სამსახური, მაგრამ იქ იმისთანა ხალხი დამხვდა, რავი, არავის არ გეწყინოთ, მაო, რას დაჩო გადაბრუნებული ისინი, რა ქვია, ნაციონალები. ყველას გაუმარჯოს, ვინც დღეს თავისი აზრი და წამში შეინარჩუნა. დაწყებული ნაციონალიდან დამთავრებული კონსერვატორამდე. ჩემთვის მიუღებელი ადამიანი, მედროვე ადამიანი, რომელიც დღეს ერთს ამბობს და ხვალე მეორეს, იმიტომ რომ ეს ეჭირდება მის ცხოვრებას და მომავალს. აი ეს ხალხი და ჟორჟოლიანთან საუბარს რა მოყვა? ახლა რა გეგუნები რაც მოყვა. კვირა დღეა, კარგად მახსოვს, სოფელში ვარ რა, მუშაობ ახლა იქ ჩემთან, მამულში და ტელეფონი რეკავს, არ შედა, ავიღე უცნობი, მირეკავს ვიღაცა უცნობი, მეუბნება გამეცნო ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი. ხო, ამ ჟორჟოლიანმა, ხო და ჟორჟოლიანს ეგ უთხარი რომ რატომ მიკეთებთ მე ამას მეთქი? აი ჩემზე არ არის მეთქი. აი ესე ხალხს რატო აკეთებ ჩემ მაგალითზე მეთქი? რას გვერდჩით მეთქი? რა მეკთხოვე, ტენდერი გთხოვე, თანამდებობა გთხოვე, მიწის ნაკვეთის ერთლარად გადმოცემა ჩემთვის ავარ, ხო? ჩემი ჭირვარამი მაგ და 1000 საზრუნავი მაგ. რატო ვერაფერი ვერ მპასუხა და არ ვიცი იქ რა მოხდა, მე კი ვიცი რაც მოხდა, მაგრამ მაგას არ ვიტყვი. მოკლედ მირეკავს შეხვედრასამ თხოვს ძალიან რა მეხვეწება მერის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი მე არც თანამდებობა ვიცი არც გვარი ვიცი არც არა ოკეი ბატონო ეუბნები რომ მე არქიტექტურაში ასაქმე მაგ ერთხელ მოგმართეთ ორჯერ წერილი გამოგიგზავნეთ რომელზეც პასუხზე არ მაგირსეთ მეთქი სხვა მეთქი არც მაგათ მიმართეთ თავისთავად ლეგალიზაციას კი ბატონო და მე გაუგზავნე ეხლა არქიტექტურის ისროა და 77 წელს ეს კანონი თუ რამე კანონი მოქმედებდა რაც ნებართვას და იმას შეზღუდვას ითვალისწინებ და მეთქი ის კანონი მომეცით. ცალკე ერთი მუნიციპალურის გაუგზავნე, იგივე შეკითხვა. სამივე შემთხვევაში პასუხი არ მიმირი. ხო და მეოთხე რა საქმე მაქვს თქვენთან მეთქი სხვა მეთქი. მე მშენებლობა არა მაქვს, არაფერი არა მაქვს, არც პროექტი წარდგენილი. არა გთხოვ და კაი მეთქი არის. ორშაბათს მეთქი, ხოლმე მოვალ მეთქი. მერიაში გინდა კი ბატონო. ხვდებით მერიაში. სხვათა შორის, ვინც ეს უარი გამომიგზავნა კანონზე საფუძვლიანი დაყრდნობით, ის კაცი მხვდება. ის ახალგაზრდა კაცი. გვარსახერს არ ვიტყვი, просто მე სიმპათიურება, ვიცი რომ დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი და ჩემი შვილის ხელაა და არ ვიტყვი რა. თორე აი არა საბუთი, ვისაც უნდა წავიდეს და ნახო. ესე იგი მთხოვს, ძალიან მთხოვს რა, რომ ჩავაბარო ლეგალიზაციაზე. კიდე შემოვიტანე და ეხლა მოგცემთო. ხო. ეხლა ის ვიზუალით დაგიწუნეს, აღარ დაგიწუნეს. ისაო ლეგალიზაციაზე იგივე საბუთების პაკეტიო. ვაძლევ ესეთ კითხვას რა არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს. კანონი შეიცვალა მეთქი? ანუ ეს საბუთები რო ჩავაბარო, აწი შეიძლება ლეგალიზება ამ გისოსების. არა, კანონი არ შეცვლილაო. აბა მეთქი რა აზრი აქვს რომ ჩავაბარო მეთქი? აი ეს ჩავუნა თავი და მოდიონ ურაფერს მომკითხავთ რა. ანუ პირდაპირ გეუბნებიან რომ პასუხი იქნება დადებითი. ხო, ანუ ეხლა არ მეუბნებიან, მაგრამ ხვდები ახლა რა უნდა მაგის მიხვედა. დარეკა ვიღაცამ იმან. უთხარი რა, ეხლა სახეს და გვარს არ ვასახელებ. მე ვთხარი მე ეს არაფერში არ მჭირდება მეთქი რა, იმიტომ რომ ეს უკანონო არ არის მეთქი. ეხლა ხვდები მეთქი, ვიცი მეთქი. რაც მოხდა აქ და რაც გაკეთდა მეთქი. აქ როგორი სიტუაცია იყო, იცი? ეხლა იმათვის რა თქმა უნდა არ მithქვია, თვითონაც კარგად იცოდა. იმისი არ იყოს რიგითი რაიონის გადასარჩენად. მთელი მერია შეიკრიბა, რომ ეს მუნიციპალური ინსპექცია გამოეყვანა სუფთაზე რა. ანუ რა ხდება? რამე რომ მოხდეს, თავიდან ხომ მიუმართე არქიტექტურის სამსახურს. რომ მოეცათ მაგათ ლეგალიზაცია, ესენი არ დაწერდნენ ჯარიმას და დავალდებულებას დემონტაჟის. გამიგეთ რა ხდება? ამიტომ ჯოხი გადატეხავენ ამაზე და
უთხარი რომ ახალგაზრდა კაცი ხარ მეთქი. ეს საქმე ბოლოში რო გავამეთქი. ყველა აგებს პასუხს წერტილ ბძიმეთ და ნამოქმედარით მეთქი იცოდნენ. მე მეთქი აი სასამართლოები რომ მორჩება მეთქი და არ გაეხვიო რა ამ საქმეში და ამ შარში მეთქი. მე არ ვთხოვულობ ლეგალიზაციას მე და არ მაინტერესებს და უკანონოდ არ მიმაჩნია. არა კარგი მეთქი, მაშინ კი ბატონო გაბარებ, მაგრამ რა მიზნით გაბარებ მეთქი, იცი? ეს მუნიციპალური ხო ყელამდე ბოდიში და ქაქშია. რო დაწერთ ლეგალიზაციაზე, იქ უნდა მივუწიოთ რომ უკანონოს ლეგალიზაციას. მაგაზეც მივალ და გეტყვი. ეს თქვენი ეგრეთ წოდებული გენერალური ინსპექცია ხო მეთქი და ეხლა მესამე სამსახური ეხვევით ამ შარში მეთქი. მანდ არის ძირითადი მთავარი ამ საბოცრო შეკრიბა პაკეტს. ერთ წინადადებიანი იწერება, რომ ანუ აღიარებ შენ ის რაზეც შეგაკ ლეგალიზაციაზე, ხო, ნაგებობა იქნება თუ ნაკეთობა, არის უკანონო. აი ეს თავარი ერთი სიტყვა უკანონო. მეუთხარი ამ სიტყვას არ ვწერ რა. მიიღებთ ესე საბუთებს მეთქი? აი გიწერო გთხოვთ მიიღოთ ეს და ეს უკანონოს არ ვწერ მეთქი. მიიღებთ მეთქი, ესე მიყურეთ. თა მეთქი გაფრთხილებ. ხელნაწერით გაბარებთ ამას მეთქი. ხო ვიცი 1000 ვარიანტია შეიძლება ეს ამოიღო და ჩადო ცხვისი, მაგრამ მეთქი. იმას მოვითხოვ მეთქი ექსპერტიზას, ეს ინახება. ანუ ვინმე არ ჩაწეროს უკანონო ჩემი ნაცვლა. ხო, არ შეცვალს ეხლა იქ ხელა მანძილი არ იყო რომ იქ ჩაეწერა. გამოცვალო. ყველაზე ადვილი არის კალიგრაფიული ექსპერტიზა. მოვითხოვ და გავაკეთებ მეთქი. აბა მე დავიწყო ძებნა მეთქი და ის და არ გაეხვიო შარში მეთქი რა. კიდევ ერთხელ არა მითხრა ჩაგვაბარე. კაი მეთქი, კი ბატონო, გაბარე. მომცეს ლეგალიზაცია. გაიგე შენ თურმე კანონი კრძალავს. მაგრამ როგორც დასჭირდებათ ისე იქცევიან. პლასტინკასავით ხან ესე გადაბრუნდებიან, ხან ისე გადაბრუნდებიან. როგორც მოეჭირებათ ასე ვთქვათ რა. ამის მერე სააპელაციო. სააპელაციოში უბრალოდ ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე თორნიკე და ტევე პირველთან ვათხოვნინე ადამიანებს და მაშინ გადაღება არ იყო აკრძალული და დადგეს დიდი კამერა და მთელი პროცესები გადაიღეს. ერთი ბინისას და მეორე ბინისაც. სადაც ხო მანამდე ამ ჯაყელს შევხვდი ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი მივიყვანა, იმიტომ რომ თავში ხო აღნიშნე ესე ჩემს ზოგს უკან და ამბები ტრიალებს რომ მე ვითომ ინტრიგანი ვარ და ისავა თურმე ჩემს სიმართლეს რომ ვამტკიცებ, ეგ არის ინტრიგანობა და ეს ჯაყელი რომ საქმეს მიკერავს, ეგ ყოფილა კაცობა და ისა საჯარო მომსახურეობა. ასე ვთქვათ. ხო და მივიყვანე რომ ერთი კითხვებზე გაეცა პასუხი რა, რაზე ვარ ინტრიგანი, რაში არა ვარ მართალი, 5 წუთი ვერ გამიჩერდა და გამექცა. და ბოლოს რო ვკითხე მეთქი, ასაპირებ მეთქი და აი ხლა თან ვითომ მაშინ გაიგო რომ ეს რა ქვია, დიდი გაოცებული დარჩა ვითომ ფასონად რომ ეს ლეგალიზაცია მიღებული მქონდა. ვითომ არ იცოდა, რა კარგად იცოდა ყველაფერი. ეხლაო სააპელაციო სასამართლოშიო ჩვენო შუამდგომლობით შევალთ მოსამართლესთან მაგ საქმეს უკან დავიბრუნებთო. კვლევას გავაკეთებ თავიდანვე მოკვლევასო, საფუძვლიანსო და გამამართლებელ განაჩენსო დავდებთო. ისე არ აგიხდეს პატრონი 3 იურისტი ეჯდა მერიას ბოდიში და ლამის ფეხსაცმლით და ტუფლებიდან ამომხტარიყვნენ, როგორც იციან ტერმინი როა. ესე იგი გაგიჟებულები, ეს იმაში მეღარ მედავებოდნენ დემონტაჟში უკვე. ამ ჯარიმაზე გაგიჟებულები ბოდიში და მაწვებოდნენ რა, უნდა გადაიხადო, უნდა გადაიხადო. ჯარიმა მომიხსნა ორივე მოსამართლე, დიდი მადლობა მათ. ეხლა რაზეც ის პატივცემული ჯაყელი შენ რომ გითხრა რომ ეგო გამტყუნდაო. წერია ერთადერთი რაღაცა. იმაში გამართლებული ვარ დემონტაჟში, ამაში გამართლებული ვარ ჯარიმაში, მომეცა სიტყვიერი შენიშვნა. ეხლა ამასაც აღარ ჩაუკირკიტდი რა, სწორად გამიგე რა. სიტყვიერი შენიშვნას მე რო ვიკითხე, თუმე რატომ იწერება, იცი ეს სიტყვიერი შენიშვნა? მე ხო აპელანტი ვიყავი, უბრალოდ სარჩელი შევიტანე, მოსარჩელე. ბაჟი ხომ გადავიხადე. თუ იწერება ეს შენიშვნა და რაღაც ესეთი ვარიანტი, იმ ბაჟის დაბრუნების უფლება გერთნევა. ხო, მაგრამ განა რა იყო ის ბაჟი? 150 ლარი, მაგრამ ანუ ეხლა ბიუჯეტს რო არ მიაყენონ ზარალი, არაჯობია მე ვიბზარალო, რაღაც მოკალაკებ, ბოლომდე დამაჭირო წიხლი. ხო, უფრო არ იყო მიზანი რომ აი გამტყუნებულად ხო, იწერება თურმე ესეთი სიტყვიერი შენიშვნა და ჯერ ესეთი თუ შენ ვიფიქრე მე რატომ მაძლევ შენიშვნას. ესე იგი ერთადერთი მიზეზია თუ შენიშვნას მაძლევ, იმიტომ რომ თავის დროზე რომ გამომიტანა დემონტაჟი და ჯარიმა, რატო არ დავემორჩილე ამ მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილებას. ამას ვარამეში უნდა მომცე შენიშვნა რა, ყოფაქცევაში მაძლევ, სკოლის ნიშნებში მაძლევ თუ რაში მაძლევ. მაგრამ აღარდევ რა, ერთმა შეარგოთ რა და ალალი იყოს. მოკლედ გავმართლდი. ამის მერე ატყდა ამბა, ხო გითხარი რო გამოვედი აი ბატონმა დიმა ნოზაძემ ჩემმა უფლება დამცველმა პროცესზე სამწუხაროდ ვერ ესწრებოდა, სხვა უფრო ჩემზე გაჭიროებულს იცავდა რა და უთხარი რომ
ბატონო დიმიტრი, მიხედეთ იმ ქალბატონს მეთქი რა, მე მივხედავ ჩემთან. რომ დაურეკე, ორჯერ თუ სამჯერ მკითხა, მართლა მოიგებ, იმიტომ თავიდან გამაფრთხილეს, რომ ამ საქმეს ვერ მოიგებო. კი, იბრძოლები, ერთადერთი პლუსი რაც არის დროს გაწელავ. მაგან მითხრა, ხა მე სტატისტიკა ნაღდათ არ ვიცი და არც დავინტერესებული ვარ. 12 თუ 13 წლის განმავლობაში ესეთ საქმე არავისთვის მოუგია. მერიესთვისო. ესეთი საქმე, მართალია ტყუილი არ ვიცი. აი მისი სიტყვები. ესე იგი ლამის არის ბოდიში და შემოიხიეს ყველაფერი ძალით მიაღებინეს უზენაეს სასამართლოს ორივე საქმე. საერთოდ უზენაეს სასამართლო ესეთი ტიპის ან ორი საქმე იყო ცალ-ცალკე ორბინაზე. ხო, თან ცალ-ცალკე გამიყვეს რომ ერთი პროცესები არ ჩატარდა. ხო გესმის, ეხლა კაცის ცვალება რა არის? ორი პროცესი, რა თან ორი კვირის აცდენით, ხო შეიძლება გაერთიანებინათ. არა. უნდა იწვალო შენ, ორჯერია რო იქა და ორჯერის. აი. მაგათ უგონია, ჩემ წვალება, მთელი ცხოვრება, კიდე ერთხელმა მთელი ცხოვრება მებძვიან და იმისთან გამოწორთობილი ვარ, ერთი ვაგონი მყავს ამათთან აი გასტუმრებული. ესე იგი, ძალით მიაღებინეს უზენაეს სასამართლოს რა. კარგი მოსამართლეები და სამართლიანები შემხვდა. ეხლა სხვა რო ვერაფერი არგუმენტი თავის არჩევში ვერ დაწერეს, ხო გეუბნებით? ის ვიღაცა ქალბატონით გააძლიერეს მერის იურისტთა გუნდი, სხვა რო ვერაფერი ვერ ანახეს. იმაში წერია სარჩელში რომ ისო გია შაკიაშვილიო იმ საქმის წარმოების პერიოდში, ანუ 9 თვის პერიოდში სანამ ესენი მოდიოდნენ და სასამართლოების საქმე წავიდოდა. ფეხი ფეხზე გადადებული იყო და ერთი მცდელობაც არ ქონიაო რომ ესო კანონიერ კალაპოტში მოექცია ეს სამართალ დარღვევაო. აგერ წარუდგინე ჩემ საპასუხო იმაში უზენაეს მოსამართლეებს აი ესენი კითხვები, აი ეს ჩემი ქმედებები რო ვცდილობდი ამის ლეგალიზებას კითხვა. ნუ ეგ წვრილმანია. არა, ხო და უთხარი, აი როგორი მართლებიც ესენი არიან და ამის მეტი არგუმენტი არ დარჩათ მეთქი. აი ისე განიხილეთ საქმე მეთქი. ორივე მიგივე განაჩენი დატოვა ძალაში. ანუ ერთ პოზიციაშიც რაც იყო სააპელაციო გადაწყვეტა და მეორე პოზიციაში. ეხლა რავი ევროსასამართლო დარჩა თუ თავს დაჩაგრულა ზოგადად მიმართონ ევროსასამართლო. კრიტიკული კითხვა უნდა დავსვა, რა ვიცი, ამდენად ეთქმის ამას კრიტიკული. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრიდან იკვეთება, რომ თქვენ პრინციპში სახელმწიფო გიპირისპირდებოდა თავისი ყველა უწყებით. კი ბატონო. მაგრამ რანაირად მოხდა მაშინ ისე რომ სასამართლოზე ვერ მოახდინეთ, თან ასევე თქვით რომ სასამართლოზეც ეწოლა მოახდინესო, მიაღებინესო უზენაესო და ასე შემდეგ, მაგრამ რანაირად გაგამართლეს მაშინ? პატივცემულო, უბრალოდ რა არის იცი? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა, მე არავის მეთომეტეს რა ფაქტი მაქვს, ვიცი ისე საინფორმაციო საშუალებებიდან, კლანი, იმის წევრი, ამის წევრი, ხო ვიცი რა ეს ცხოვრება რაც არის რა. ბევრი ადამიანი საკუთარი კეთილდღეობის გამო აი ესე ღირებულებებზე უარს ამბობს, რაც არის ადამიანობა, რაც არის პატრიოტიზმი, რაც არის სინთეზი. მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმ სააპელაციო სასამართლოში მერის მხარე ზის სამი ბლუყუნა იურისტი, რომელიც ისეთ სისულელეებს აბრახუნებს, თან დგას კამერა, მე ტელევიზიამ მიშველა სხვათა შორის და საჯაროობა. მე მთელი პროცესი გადაღებულია. ჩართულია კამერა და ის მოსამართლეც ყველა ფიქრობს თავის მომავალს. ვინც არ უნდა კლანის წევრი იყო, როცა ესეთ სისულელეს აბრახუნებს, მოწინააღმდეგე მხარე, ხო? და არავითარი არგუმენტი არა. ხო გეუბნებით, ელემენტარული კითხვებია ეს. ყველაფერსო თავიდანებოდა, წვრილმანებში არ ჩავიდე. ერთ-ერთი კითხვა რომ მე რატომ ამტკიცებინებ ჩემს სიმართლეს? მე რატომ თხოვ იმას და მავალდებულებ, მოხვედი რაღაცა შარს მდებ და მეუბნები რომ შენ უნდა დამიმტკიცო რომ მართალი ხარ. ამის გამო იყვნენ ეს ჯიგრები, აჯაგრულები რომ მოვიდნენ 2012-ში. ერთ-ერთი მთავარი თეზისი ეგ იყო და პრობლემა არ გახსოვთ რაც იყო? ხო და იგივეს იმეორებ? ხო და ის მოსამართლეც ადამიანია, თავის მომავალზე ფიქრობს, თავის ოჯახზე ფიქრობს. მე კიდე ერთხელ ვამბობ, ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე ტყუილზე აგებული და შეკერილი. ამას არ უნდა იურისტობა და უმაღლესი განათლება. აგერ საბუთები წერტილ მძიმით ვის დაინტერესებულია, რა ვიცი, ინებებს ბატონი შემთხვევაშიც კი რთული იყო სხვა განაჩენის გამო. ხო, იმიტომ რომ ამ დიმიტრი მეთქა ბატონმა ჩემო უფლება დაცვენ, რა ყოჩაგო ბატონო გერო ბოლომდე მიყევითო, რა თქვენ გენაცვალეთ. და მე სულ ყველა საქმეს ესე მივყვე, ვიღაცები მოდიან თელ ჩემ ცხოვრებას წითელ ნაჭერს მიფრიალებენ.
ხო და ნუ ყველას გავიგეთ, პასუხი ესე იგი, ასე გაილია სამი ინსტანცია და საბოლოოდ დადგა ეს გადაწყვეტილება, თქვენ მოგეხსნათ დემონტაჟის ვალდებულება და გაგიუქმდათ ჯარი. კი ბატონო. ახლა სად ვართ და რატო გადაწყვიტეთ? მოდი ეს ამ კითხვასაც დავსვავ. ამის მიუხედავად თქვენ ფაქტიურად მიაღწიეთ სამართალი ასე თუ ისე იპოვეთ. ხო, წვალები და დაიმეთი რა დიდი ბრძოლი. სურვილი რომ აი თუნდაც აი ეს ეთერი მას ვქნათ ამ ეთერში გესაუბრეთ. ეხლავე ჩემო ბატონო გეტყვით რა. ის არის რომ სხვებმაც გაიგონ მაგალითად რომ აი შეიძლება აი ჩვენი პატრიარქის გლოვის დღეები რო იყო ხო? ნათელი დაადგეს მის სულს და სასუფეველი დაუკვირდეს. აი ბარათაშვილის ხიზე სამი მისი დატოვებული ასე ვთქვათ სიტყვა ეწერა ანდერძი რა. ესე იგი ღმერთი სამშობლო ადამიანი. ეს სამი ძირითადი სიტყვა ადამიანი არის ერთ-ერთი ამის შემადგენელი, ხო, პატრიარქის დატოვებული ადამიანი უნდა გიყვარდეს. მე ჩემი ცხოვრების ესეთი წესით ვცხოვრობ. აი უსამართლობის გაგონებაზე ჟურნალისტელი მიulis, არა თუ ჩემს მიმართ. ესეთი მასხარაობა ჩემს მიმართ არავის არ გაუკეთებ. აი რასაც ამათმა გააკეთეს ამთლ. ყველა დაჟე უცნობსაც ვეხმარები. იმიტომ რომ უსამართლო ადამიანი შეიძლება არც შიმშილი იქნება მისი გაჭირვება, არც ხვანამით მერტ ყველა საშოროს. ყველაზე მეტი გაჭირვება ადამიანს აქვს, როცა იცის რომ უსამართლოდ ექცევიან. აი ეს არის ყველაზე დიდი გაჭირვება. სანამ სამართალი არ იქნება, მართლა არაფერი არ იქნება ამ ქვეყანაში. სანამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, არავინ არ იქნება. ამ ქვეყანაში არაფერი არ იქნება. თქვენ როგორც ვიცით, შეტანილი გაქვს არჩელიც ამ თანამშრომლებს. არა თუ სარჩელი პროკურატურა მე ამათ უთხარი რა. მე ამ საქმეს ესე არ დავტოვებ. გვარი სახელით ყველამ უნდა იცოდეს ვინ ახართ და რა გაკეთებ. ეს ხალხი 5 წელი ხო არის გასული. დღესაც ბედნიერად მუშაობს იმ სამსახურებში. კაი ხელფასს იღებს, კარგი იმის შეღავათებით სარგებლობს და მიდი მოვდივარ, ყელამდე აქ ეს ცხოვრება მოსული. თა რო კითხო, საქმეს აკეთებენ. აი საქმე რასაც აკეთებენ. კორპუსები უშენდებათ ქალაქში, სახელმწიფო მიწაზე, ყოველგვარი ნებართვის, ყოველგვარი პროექტის გარეშე, მშენებელი ყიდის იმ კორპუსებს, ჯიბესში იდებს ასეულობითაცას მილიონებს თუ არა და მიდიან და 20,000 ლარი თაჯარიმებენ მერე. და ეს არის ამათი საქმე. ჩემი უბანში წამოვიდნენ და აი უბრალოდ არ ვეტყვი რა, ხო, ისე ოპერატიული მუშაკები ქვიათ რა, ის ჭრელა-ჭრელი მანქანებით რო დადიან იმ ეგრეთ წოდებული მიგალკები, რისი ოპერატიული მუშაკები არიან. აი ჩემ ამბავში რომ დადიოდნენ ჩემთან, ხო? არავის გვარსახელს არ ვასახელებ. იქვე ახლო-მახლო ზუსტად გისოსის მონტაჟი მიდიოდა რა. ზუსტად გისოსის. მაგრამ რატომღაც ვერ დაინახეს ამათმა რა. აი ჩემი ამბავზე იყვნენ ჩაციკლულები. ერთი იმას მივმართავ რა, ვისი პრეროგატივაც არის, რა ვიცი, საპატრულოსი თუ პარკინგის ეს არ ამომიჭრათ რა. საჯარო მოხელი თორნიკე რას ნიშნავს, იცი? შენგან იმაზე მეტი პასუხისგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს. ანუ შენგან უნდა ავიღო საჯარო მოხელისგან მე მაგალითი. კანონის დაცვის, ყოფაქცევის და ასე შემდეგ. ერთი მერიის ირგვლივ გაიარეთ რა, მაგათი მანქანები, სადაც გაჩერება აკრძალულია, იქ რო დგას. და ბედნიერათად დგას. რატო დგას? მე ჩვეულებრივ მოკვდავმა იმ ადგილზე რო გავაჩერო, მანქანა ეგრევე ჯარიმა მეწერება. ეს რითი არის ჩემზე მეტი. მე მაგალითს ამადგან უნდა ვიღებ და უნდა ავიღო. ეს მეუბნება რომ ფეხებზე მკიდია. კიდევ ამბობ რამე ოპერატიული მართლა საქმიანობა რო კონდეს, კაცი ვიცი ოპერატიული საქმიანობა მიმუშავია. ვიცი რაც არის ოპერატიული საქმიანობა და მართლა საჭიროა ესეთი ამბავი. მაგრამ ესენი ოპერატიული მუშაკები არა, ქალაქი მიაქვს თენ უკანონო მშენებლობის. ლამის არის გზებზე დადგან მასტემა ბოძები. დაკვირვებული ვარ, 1-2 ჩემ უბანში ცხოვრობს რა. მთელი დღე ხან ცოლში სატარებს, ხან სადადის, ხან დვიდიან, მოდივარ, საწვავი, უფასო მანქანა, უფასო ტელეფონის საუბარის ლიმიტი, უფასო კაი ხელფასი, კაი დაფასება. რა თუნდა ჩამაბარონ ეს სამსახური და ერთ თვეში დაულაგებ თავიდან ბოლომდე. ოღონდ გარჩევა არ იქნება რა, იქ დიდის და პატარის. ყველა კანონის წინაშე ვალდება. უნდათ პრობლემა არ მაქვს. ერთი თვის მერე აქედანვე დაგიწერ განცხადებას და წამოვალ. არ ჭირდება. კი ბატონო, ანუ ხო და რატომ მინდოდა იცი? იმიტომ მინდა რომ ჯერ ეს ერთი საჯაროობა არის ის, რაზეც ამათ ერთადერთი, შერწყება შეიძლება არ თქვა, მაგრამ რაღაც დისკომფორტი ექმნებათ. მეორე, ეხლა ორ მაგალითს ვიტყვი რა, წეღანად თქვა, აუცილებლად უნდა ვთქვა. გვარსახელს არ ვასახელებ, იმიტომ უფლება არ მაქვს, თუ თვითონ გადაწყვიტავენ, თვითონ გაახმაურონ და გააჟღერონ ეს ამბავი. ესე იგი რა ხდება? თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში
1971 წელს იმ დროს ცოლ-ქმარი მუშაობდა ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, საბაღე ნაკვეთებს არიგებდნენ. აი, მაშინ წესი იყო ესეთი 600 კვადრატოს ინსტიტუტები აურიგებდნენ თანამშრომლებს. იმ გარეუბანში, ეხლა თბილისის საზღვრებშია შემოსული, მაგრამ იმ დროს ის სხვა რაიონს ეკუთვნოდა, ანუ თბილისს არ ეკუთვნოდა და იმ ადგილზე მისცეს 600 კვადრატული მეტრი საბაღე ნაკვეთი, კი ბატონო. ამ ხალხმა იმ წელს თუ მეორე წელს ჩაყარა ხეხილი, ამ ცოლ-ქმარმა შემოავლო ეგრეთ წოდებული სახელდახელო ღობე რა, ეს 3-4 მწკრივი მავთული როა. ეს ტერიტორია სხვა ტერიტორიებთან ერთად თბილისის მოსაზღვრე ტერიტორია, თბილისის საზღვრებში რო შემოვიდა ქალაქის, იქ გაჩაღდა დიდი ბინათმშენებლობა რა. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ბობოლა ქოცი იმ რაიონის მივიდა ამ ცოლ-ქმართან და უთხრა, რომ ეს ადგილი უნდა მომყიდოთ. ამ ცოლ-ქმარმა უთხრა, რომ არ ავყიდითო რა. ხეხილი გვიდგასო. მართალია ნაწილს ყარავენო, მაგრამ რა ისი სარგებლოთ მაყופლე, მოკლედ არ ავყიდითო რა. მომყიდითო, თორეო ინანებთო. ახლა ამათმა იფიქრეს რა უნდა ინანო, ეს პენსიონერი ცოლ-ქმარია, ბიზნესი მაგათ არა, წესიერი ცხოვრები ცხოვრობენ, რა უნდა ინანო. 3 დღეში მიდის მუნიციპალური ინსპექცია, აი ამ ჟანგიან ღობეს უთulis ახალ მშენებლობაში, როგორც ჩემ შემთხვევაში, ახლა გაკეთებულში 24,000 ლარით აჯარიმებს. მოკლედ რო ვთქვათ, ეს მამაკაცი მეუღლე გადაყვამის ნერვიულობას დაიღუპა. და ამ ქალს არ ვიცი დღეს რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო სასამართლოები მქონდა, სასამართლოში ატარებდნენ. მე ხელმოწერა გაუყალბეს კიდე, რა ქვია, დამატებით. აი ესენი მეორე მაგალითი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო რა, იმის კოორდინატები სამწუხაროდ დავკარგე, თუ ნახავს და გამომეხმაურება, მადლობელი ვიქნები. ეხლა ერთ-ერთი პრესტიჟული უბანია თბილისის რა, საცხოვრებლის ამბავში ვამბობ. მაშინ იყო ტალახის ბუდე რა და კაციშვილი გაგებაში არ იყო რა. ეს ბიჭი ხელოსანი ბიჭია, შემთხვევით რემონტის დროს გავიცანე რა. მამიდამის დაუტოვებია ოროთახიანი ბინა რა. ოჯახი არ ყოლია მამიდამის და უანდერძებია ამ ძმისშვილისთვის. ამას სოფელში გაზრდილი ბიჭი ვარო, ჩემი ოცნება იყო საკუთარი სახლიო და გავყიდეო საბურთალოზე დამიტოვე ეს ბინაო და 300 თუ 350 კვადრატული ვიყიდე მიწის ნაკვეთი იქო. აი, მაშინ რო ტალახის ბუდე იყო და არავითარი პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილი იმას არ ერკვებოდა. გახდა რა, წლების განმავლობაში პრესტიჟული ეს ბიჭი თურმე ფულს აგროვებდა, რომ რაღაცნაირად მერის სასაჩუქრე პროექტებია. ეხლა არ ვიცი არის თუ არა 80 თუ 100 კვადრატულამდე რამოდენიმე ვარიანტია, უკვე დახაზული, დამტკიცებული, გამზადებული, შეგიძლია აერჩიო ერთ-ერთი და დამატებით აღარ ჭირდება. თავისი მშენებლობის იმით გაძლევე რა, წერტილი მძიმე შენი არ არის რა, იმათი გაკეთებული, დამტკიცებულია რა. ამ დროს პანდემიის დროს ახდება, მაგ დროს გავიცანე რა ეს ბიჭიც რა, ეს ჩემი საქმე რომ მიდიოდა. ესე იგი, არა უბრალოდ მე გავიცანე, პანდემიის დროს ხდება. ვიღაცა აშენებს, ისიც ვიღაცა გაყეყეჩებული, რა ვიცი, ამ თავრობის მომხრე თუ გულშემატკივარი, გვერდით უყიდია, დიდი ის იყიდებოდაო ნაკვეთიო, მშენებლობა დაიწყო და მოვიდა ჩემთანო და მეუბნებაო, რომ შენი ნაკვეთიო მომყიდეო, გაფართოება მინდა ეზოსიო და მე ვთხარი არ ყიდიო რა, მეცო ეხლა 10 თუ 11 წელი ვაგროვებდი ფულსო რა და ვიფიქრეო, რომ დავიწყებო რა, ერთ სართულიანი 80 კვადრატული ბელეტაჟზე პატარა ბინის შენებლობა. და მანამდე ეს პანდემია რო დაიწყო, უკვე სამუშაო აღარ მქონდაო რა, შეკვეთებიო რა და ქირასაც კი ვერ ვიხდიდი ისე მდგომარეობაში ჩავარდიო, ნაქირავებში ცხოვრობდიო. და ერთ-ერთმა მადლიერმა კლიენტმა საცხოვრებელი ვაგონები როა. ის მომიტანაო და ჩამიდგაო ჩემ ნაკვეთში და გადავედი იქო საცხოვრებლად. ერთი პატარა ბიჭი ყავდა შვილი და მეუღლე. ეს მოვიდაო და მითხრა მომყიდეო რა. უთხარიო არა, რაღაც არ ვყიდიო, მეც უნდა დავიწყო და მეზობლები უნდა ვიყოთო რა. აი ბიჭო მომყიდეთ, რა შარში ხარ გახვეულიო რა. მოდის რამდენიმე დღეში ეს მუნიციპალური სამშენებლო ვაგონი გაყავს მშენებლობაში, ეს ჩადგმული ვაგონი, აჯარიმებს 24,000 ლარით. ამას თავი დაანებე. ის სასაჩუქრე პროექტი, რომელიც არჩეული ქონდა, ხო? ეს მერის დამტკიცებული. ამას უუქმებენ. ანუ უკვე დამტკიცებული მერის დახაზული და კი ბატონო. გაუქმეს რა. ანუ არჩენებლობის ნებართვა კარც არაფერი. დაახლოებით წელიწადი ულია ამ არ მინდა რომ თქვა, მაგრამ საცოდავი ამ მდგომარეობაში კაცი, აბა რა არის.
მერიაში კაცი შვილი ძაღლად არ აგდებს. იმაზე ხო ლაპარაკი არ არის 24,000. კაცი ეკითხება, ჩემი წერტილი მძიმე ხო არ არის იმ პროექტში? თქვენი დახაზული, დამტკიცებული და გადმოცემულია. რატო გამიუქმეთ? რა მიზეზით? პასუხი ვერ მიიღო. მე თვითონ როგორც მითხრა, ამ სიარულში მიდი მოდიოში ვესტიბიულში დავინახეო ლევან ხაბეიშვილიო. და მივედიო რა ეგრევე რა იმედი მაქვს ყველა უთხარიო ბატონ ლევანი არ ვიცნობდი ხა ტელევიზორიდან ვიცი ვინც არის ბატონ ლევანი ესე მომეხმარა ერთადერთიო რა ლევანი ხაბეიშვილმა გააკეთა იმაში მომეხმარაო რომ ეს 24,000 ლაჯარიმა გააუქმებინაო თორე ისო რატო გამიუქმეს ის პროექტი და რა და როგორ იმანაც კი ვერ გაარკვიაო და ეხა ბოლოს რომ მე ის ახალგაზრდა ბიჭი ვნახე კაცი ვაფშე აცრუებული ქონდა გული აქაურობას ვაფშე მივდივარ ცორშვილენად. აქ არაფერი არ იქნება. აი მისთანა ხალხი. ტანჯავენ და აწვალენ. ანუ ეხლა რეებსაც და მე მინდა რომ ხალხმა გაიგოს რა, რომ პირველ რიგში თორნიკე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ხელი არ ჩაიქნიონ და მეორეც ერთი დასაწყისში რომ აღნიშნე, ხო? აი ჩვენს პატივცემულ მერს უნდა აი ამ გადაცემას თუ უყურებს ბოლომდე, გაიგოს რა ხალხი მუშაობს მაგასთან და რას აკეთებს. და რა ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენმა მერმა როგორც თქვა, ყველაზე პასუხისგებლობას ვერ აიღებს, პასუხისგებელია მხოლოდ საკუთარ თავს. მაშინ თავის სიტყვებს გავახსენებ, არჩევნები, პირველი არჩევნები რო იყო, აგე ჩანაწერი არის, ამოიღეთ. ყველა თბილისელისთვის ჩემი კაბინეტის კარი ღია იქნება. რომელ კაბინეტის კარზეა ლაპარაკი? მაგასთან მოვითხოვე არ შემხვდა, ხმალაძესთან მოვითხოვე არ შემხვდა, ვისთანაც ის პასუხისგებელი და მინდოდა საქმის და არ შემხვდა. ერთი რომელი მაზეა ლაპარაკი. პასუხისგებლობა რა შუაშია? ამისთანა ხალხი. ჯერ ელემენტარულად ყველაფერს თავი დავანებო, კაცი რომელიც მე მეუბნება, რომ ვერ ვარჩევ 43 წლის წინანდელ მასალას და ეხლანდელ მასალას. იმას რა უნდა ამ სამსახურში? ყველაფერს თავი დავანებოთ. კაცი აღიარებით ჩვენებას მაძლევს. კარგი, ესე იგი ცოტა გლობალურად შევხედოთ. ეს თქვენი რა მაგალითებიც მოყევით და მათ შორის პირადად რაც გამოიარეთ. ამას რატო უნდა დავანებოთ თავი, მაგრამ ერთი წამით რო გვერდზე გავწიოთ, აქ ჩანს ორი მნიშვნელოვანი რამე. ესე იგი არსებობს თბილისში ესეთი ბერკეტი, რომ ვიღაცა მეზობელი, ვიღაცა ყოველთვის შეიძლება ყავდეს ან მომდურებული ან რაღაცა, ყველას თავისი ქარი უკრეს თავში. ნებისმიერ შეუძლია უჩივლოს ელემენტარულ რაღაც ჟალუზს არც უჩივლოს რომელიც დაყენებულია რა ვიცი ადამ კუკუს დროს და მერე უნდა ამ ადამიანმა სასამართლოებში ირბინოს ლეგალიზაციები არ დაუდასტურებენ ან არა და ასე შემდეგ ეს ერთი პრობლემა და მერე მეორე რაც მოყევით ის მაგალითები სხვა ადამიანების მაგალითები ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებით ატარებს ეს მუნიციპალიტეტი იმ ადამიანებისთვის ვინც ვიღაცას ვისაც უნდა არ მიყიდიან თავის ტერიტორიას არ დაუთმობენ და ასე შემდეგ. ხო, არ ვიცი ხა. არც უნდა, კაცო, უჩივლა, რა თუნდა უჩივლა, აბუთიძისნაირი და სტურუასნაირი ხალხი მივა და როგორ ჯაყელმა გითხრა ცხელხაზე არის და უпростоრე ცხელხაზე ეტყვიან რომ დარეკილიაო, იმ ცხელხაზის ინფორმაცია შენ ვერ მოიპოვებ და 100 წელი ვერ გაიგებ. მართლა არის დარეკილი თუ არა? გაიგე შენ რა ხდება? მაგას ვერ გაიგე. მოვა ამისნაირი, აბუთიძისნაირი და სტურუასნაირი გამოგეჭიმება და გეტყვის რომ აი ვიღაცა დარეკა, რომლის გვარსახელსაც არ გეუბნება და იწყებს საქმის წარმოებას. კი ბატონო. ერთი რაღაც მინდა უთხრა ბოდიში რა, აი ბიუჯეტის შევზებაზე რომ ნერვიულობენ, შვენერი გზა აქვს ჯაყეს ნანახი რა, დაათვლევინეთ რამდენი გისოსია თბილისში და ახტევინეთ ხალხს 4,000 ლარი. შეავსებენ ბიუჯეტს. რა თუნდა ბიზნესი და ამბავი, მაგაზე ადვილი რა, თუ ეს აგაქვთ გადაწყვეტილი. ატარეთ ეს ხალხი სასამართლოებში, ახტევინეთ ბაჟები. თქვენ იყავით წამოდრანცულები და უყურეთ ამ ხალხის გაჭირვებას რა ეგ არის ყველას არ გადაახტევინებენ მხოლოდ მათ ხო რა თქმა უნდა თუ დამსახურება გაქვს შეიძლება აქეთკე პრემია გამოგიწერო მოკლედ აი ესე ბოდიში ამ წუთას იმ ეტაპზე ხარ კომუნისტების დრო საწარმოში არსებობდა ესეთი რაღაცა რა სტოლ ზაკაზავ რუსულად შეკვეთების მაგიდა მუნიციპალური ინსპექცია მერის არის შეკვეთების მაგიდა თუ ვინმეს ვიღაცის ჯარი გადაიხადეთ მაგალითად მამუკა ჯაყელთან და იმ შეკვეთას შეგისრულებს რა პრობლემაა არაფერი. ესე იგი, ამ წუთას ხართ იმ ეტაპზე, რომ შესაბამის უწყებებში გაქვთ საჩივარი დაწერილი, რომ მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებში და ყველაფრის გათვალისწინებით ამ თანამშრომლებს, ვინც ამ ბავშვი იყო ჩართული, მოეთხოვოთ პასუხი სამოხელეო დანაშაულზე. აუცილებლად, იმიტომ რომ ყველამ თავის ქმედებაზე უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს, ეს ორი პიროვნება ჩემთან რომ მოვიდა ეს სტურვა და აფუძე თავიდანვე გავაფრთხილე. რომ ეს მეთქი არის სუფთას ტყუილი, რაც აქ გიწერიათ.
და მე ამ საქმეს ესე არ დავტოვე. მეთქი გაიკითხეთ, ერთი რაღაც მინდა ვთქვა რა, ერთი მიმართვა გავაკეთო უბრალოდ რა. მე წეღან აღვნიშნე პროკურატურაში მაგ გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმაზე ძიებაზე არის საქმე. პატივცემულ შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა მივმართო რა. აი ეს საბუთები რაც აქ მაგ და ამაზე მეტი. ეს საქმე ფაქტიურად გამოძიებულია რა თორნიკე. აქ დათლად იკვეთება სულ მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობა და ის გადაცდომა. ძალიან გთხოვთ ყურადღებით გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ და ვინც რისი ღირსი არის ის მიაგეთ, არც მეტი, არც ნაკლები. კიდე ერთხელ ვამბობ, მე რო ვიყო ამ მდგომარეობაში შეიძლება საერთოდ გავჩუმდე, მაგრამ ეს ხალხი შეიცოდეთ რა. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ეთერის მერე შეიძლება ბევრი ადამიანი გამოჩნდეს, რომელსაც მსგავსი პრობლემა ქონია, უბრალოდ ესე ყველა საჯაროდ იკავებს თავს და არსაუბრობს, შეიძლება უარესიც ქონია. კი ბატონო, მე ხო თქვი ის ორი მაგალითი ჩემი საქმე ჟურნალია მეთქი რა. აი მით უმეტეს იმ მოხუცებულ ქალბატონზე და მის ქმარზე ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რატო? მიდიხარ და ეუბნები აი ეს ჩემი უნდა იყოს. და უკან გიდგას მთელი სახელმწიფო სამსახური. აი ამას გარდგიმა, მაგაზე მეტი არაკაცობა და არადამიანობა რადგინდა. ის ქალი ერთ-ერთი პროცესის დროს გვერდიგვერდ ქონდა კინაღამ ხელში ჩამაკვდა. და ეს წეღარო ახსენე ეს იურისტი რო ყავთ ვარსკვლავ ბიჭო რეზო გორგოძე ეს არაკაცი ზიზი გაჯგიმული უყურებს ამ ქალის საწოდაობას და იმაზე ფიქრობს როგორ გაამართლოს სამსახური პროცესი ის კი არა რომ რაღაცა ბიჭო ადამიანური ნაბიჯი გადმოდგე ან წყალი მოუტანე ან რაღაც შეწუხდი ადამიანური ესენი არიან ზომბები რა ერთ-ერთში რო დაუჯდე იცი როგორი მოიკაკვებიან და ბოლოს რას ამბობენ იცი აი ყველაზე ის რა ვქნა ძმაო ოჯახი მყავს შვილები მყავს მომავალი ჩვენ ოჯახები არა გვყავს და ჩვენაირ ხალხს. თქვენა ყავთ მარტო ოჯახები? და წეღა რო თქვი პატრიარქის დანატოვარ სამ ძვირფას სიტყვაში ადამიანი. ადამიანი უნდა გიყვარდეს, შენი მოყვასი, ეგ არის სამშობლოს სიყვარული. თორე არც შენი ღმერთის მორწმუნეობის და ქრისტიანობის მჯერა მე და არც შენი სამშობლოს სიყვარული. შენი მოყვასი და გვერდით დგომი თუ არ გიყვარს და ადამიანს არც ემპათიus, რომ ძალით პრობლემა არ შეამთხვიო და არ გაუჩინო ამ გაჭირვებულ და გაუბედურებულ ცხოვრებაში. ის მაინც ვერ გაიგეთ რა დაგიბარათ პატრიარქმა დიდი ქრისტიანები რო ხართ და ერთმანეთს ეჯიბრებით რომელი უფრო მეტ იმას კელაპტარს ამინთებთ იქა კარგი დიდი მადლობა ბატონო გია და წარმატებებს გისურვებთ ერთ რამეს თუ შეიძლება 2 წუთით რა მეცით პატივი დავამატებ რა ერთი რაღაც წეღან მიმართე შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკურატურასაც იგივე რომ ობიექტურად და აგე რაც არის მასალებს წარმოდგენილი გამოიძიონ ერთი კიდე მინდა აი გინდა თხოვნათა მეიღო გინდა გაფრთხილებათ რა მე მთელი სიცოცხლე ჩემ ოჯახს ჩემ თავს და ჩემ შინაურებს ვიცავთ ეხლა დღევანდელი იმის ყოველ შემთხვევაში იმის შემდეგ რაც ეს ეთერში გავა მე ამად გაცხელებულ თავში რა აზრი მოიხარშება თორნიკე არ ვიცი მე ყველაფრისთვის მზათა ვარ პირველ ნაბიჯს მე არასდროს არ გადავდგავ მე ჩვევამა კაც თუ რაღაც შეცდომას უშვებს ჩემთან მივდივარ რაც არ უნდა ჩემი მტერი იყოს ვუხსნი რომ არ არის მართალი და შეცდომა და ამის მერე თუ მოვა და წითელი ნაჭრის ფრიალს დამიწყებს მე შესაბამის პასუხს გავცე ასე რომ ავი ვინც გინდა რაღაცა მოხარშოს მე სიტყვისთვისაც მზათა ვარ მუშტისთვისაც მზათა ვარ და სხვა რამეებისთვისაც რო იცოდეთ რა ჩემი მამა პაპა მესე გამზარდა ადამიანი ერთხელ იბადება ღირსეულად უნდა იცხოვროს და ერთხელ მიდის ამ წუთის ოფლიდან არავის წინაშე თავი არ დამიხრია და არც ვაპირებ და მეორე ლოყის პრინციპი ცხოვრებაში არ დამიცავს. რასაც დამიპირებენ, სულ მინიმუმ 2 მდეს მიიღებენ. აქვე მინდა ვთქვა უბრალოდ. ნარკომანი მე არა ვარ, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ არის ნარკომანი, წესიერი ხალხი ვარ და კანონმორჩილი, მაგრამ თუ ვინმე მოვა და თვალების გათხრას დაგვიწყებს, შესაბამის პასუხს მიიღებს რა. აი ეგ რო იცოდე. და ერთი კიდე ბატონ მერს უნდა მივმართო მოსახლეობამ დამაბარა რა შეიძლება რომ ჩავრთო ეხლა არის რაღაცა ხო ეს ნუ მოსახლეობაზე ზრუნვა მათი აზრის გათვალისწინება რა მე ჩემი აზრი რო იყოს 100 წელი ჩემ თავს უფლებას არ მიცემა რა მოსახლეობის თხოვნა ბატონო მერო უკვე წლებია გრძელდება ეს ამბავი კეკელიძის 25-ის მოსახლეობა აწუხებს ერთი დიდი პრობლემა შატბერაშვილის ქუჩის მხრიდან წლებია ჩამოდის ბოდიში და კანალიზაციის მასა ფეკალური. ესე იგი მიდის ეს წლები პინგ-პონგი, ეს ვისი ვალდებულებაა გაკეთების მერიის თუ GVP-ს ასე ვთქვათ, წყლის კომპანიის. ხან ერთს აბრალებენ, ხან მეორეს. ერთ-ერთის ვალდებულება რო არის, ეგ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე რა, რო აიცილო.
თუ მაგალითად თქვენი ვალდებულება, კი შარშა რაღაც კვერი გაგვიკეთეთ კორპუსთან, დიდი მადლობა გენოცვალეთ, მაგრამ საერთოდ არსებობს პრიორიტეტები რა, მოსახლეობას, პირველ საჭიროების რა ჭირდება, მეორე და მესამე. ეხლა საერთოდ ადამიანის პრობლემა რო გაიგოთ, თქვენი თავი უნდა დააყენოთ მათ ადგილზე. აბა ეხლა თქვენი თავი დააყენეთ, ფანჯრებს ვერ ხსნის ხალხი, აყროლებული სუნით აყარს მთელი ბოდიში და უბანი. განსაკუთრებით ზაფხულში. თუ თქვენი პრეროგატივაა, დაგვეხმარეთ პატივცემულო და გააკეთეთ. თუ თქვენი პრეროგატივა არ არის, დაგვიდექით გვერდით ამ მოსახლეობას. მივიდეთ იმ GVP-სთან და დააურტყით მუშტი მაგიდაზე, რომ მათი ვალდებულება. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს. მადლობა იცოცხლეთ. თქვენც ასევე მერთვა ხელი მოგიმართოთ. მადლობა ჩვენს მაყურებელს და ხო ასევე თუ გააქვთ მსგავსი პრობლემა, ბატონმა გიამ გამოთქვა სურვილი დახმარების და ვესტები დაგაკავშიროთ ყოველ შემთხვევაში თუ მოგმართავთ ვინმე მსგავსი პრობლემა. ბატონო